საიდან დავიწყო? ამერიკის ამბები. ვარქით, კითხვები შემოსულია სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებიდან და ასევე ცალკეული მოქალაქეებიდან. დავიწყოთ ინტერპრეს ნიუსი გვეკითხება რამოდენიმე კითხვაა. საქართველოს ერთსულ მოსახლეზე კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დაახლოებით ორჯერ აღემატება აშშ-ს შესაბამის პროცენტულ მონაცემებს. არის თუ არა საგანგაშო საქართველოსნაირი ქვეყნისთვის და რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე? რთული კითხვაა, თუმცა სტატისტიკურად ეს სწორი არ არის. ჩვენი მონაცემები ნამდვილად არ აღემატება 1 მილიონ მოსახლეზე ან 100,000 მოსახლეზე ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებს. 1 მილიონ მოსახლეზე ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემები გახლავთ დაახლოებით 33,000, როდესაც ჩვენთან ჯერჯერობით ეს გახლავთ 19,691 1 მილიონ მოსახლეზე. ამიტომ მაგრამ მდგომარეობა ძალიან საყურადღებო და ძალიან რთულია. ამაში ნამდვილად გეთანხმებით, რომ ეპიდემია ფართო მასშტაბით ვრცელდება ქვეყანაში, მე ციფრები უკვე მოგიყვანეთ, ყოველდღიურად მზარდია მონაცემები, ის უკვე დიდი ხანია 4 ნიშნა ციფრით განისაზღვრება, დღევანდელი ციფრი არის 3,473 ახალი შემთხვევა და რა თქმა უნდა ეს ძალიან საყურადღებოა და პასუხი შესაბამისად არის სახელმწიფოსი, სამედიცინო სექტორის, მთელი საზოგადოების და ჩვენ ყველამ ერთიანად უნდა ვიმოქმედოთ. რატომ მივედით აქამდე? ასეთი კითხვაა. რთულია ესიც, თუ რატომ მივედით? აქ არის, რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები, რაც თვითონ ჩვენს სამსახურსაც ჰქონდა და ისევე, რა თქმა უნდა, თვითდაჯერება ჩვენი მოსახლეობის განსაკუთრებით ეს ივნის-ივლისში, როდესაც დავიჯერეთ და შევიქმნით ილუზია, რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია და არავითარი რეგულაციები აღარ გვჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სულ საუბრობდით იმაზე, რომ შემოდგომა იქნება რთული და რომ არ შეიძლება ამ ილუზიის შექმნა, იმიტომ რომ კორონავირუსული პანდემია არ დაუმარცხებია საქართველოს და ის ვერც დაამარცხებს მარტო აღებული. მას დაამარცხებს მთლიანად მსოფლიო და სულ საუბრობდით, რომ კორონავირუსული ინფექცია იქნება კიდევ სულ მცირე 1 წელიწადი. ამიტომ ერთ-ერთი არის ეს მოშვება ზოგადად, რეგულაციების არ დაცვა სამწუხაროდ და ეს გამოჩნდა პირველი სიგნალები იყო ზაფხულის ბოლოს, აგვისტოს ბოლოს აჭარაში, სადაც დაიწყო სერიოზული ეპიდაფეთქება და რომელიც გავრცელდა შემდგომ მთელს ქვეყანაში. ამიტომ მოდით ნუ ვიტყვით, რომ ვინ არის ახლა აქ და ვინ სად რა შეცდომა დაუშვა, ან დაუშვა თუ არა შეცდომა და ჩვენ ფაქტია, რომ ეპიდემია ქვეყანაში სერიოზულ მასშტაბებს იღებს და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. არა ვერც ერთი ცალკე აღებული ერთი ღონისძიება ეპიდემიას ვერ შეაჩერებს, ეს უნდა იყოს კომპლექსური. ერთის მხრივ შემზღუდველი ღონისძიებები, მეორეს მხრივ დიდი პრევენციული ღონისძიებები და ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, თუ რა პრევენციული ღონისძიებები და მესამე, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სექტორის სრული მობილიზაცია. ამას კიდევ სხვა კითხვებშიც ალბათ გავშლით და დაწვრილებით გესაუბრებთ. ახალი პროტოკოლის მიხედვით კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი პირის დაკრძალვა აღარ ხდება მაშინვე და ოჯახს ამისთვის 72 საათიანი ვადა ეძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ცხედარი სპეციალურ ჩანთაში თავსდება და შემდეგ სასახლეში. რამდენად უსაფრთხოა გარდაცვლილის სახლში დასვენება და პანაშვიდის გამართვა. ნამდვილად უსაფრთხოა გეტყვით და ყველა რიტუალით შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს. და ასეც არის, რომ სასურველია ეს მოხდეს 72 საათის განმავლობაში. ერთადერთი არის ის, რასაც ხშირად ვსაუბრობთ, რომ ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკ ფაქტორი არის დიდი თავშეყრება. იქნება ეს თავშეყრა სასიხარულო თუ დაკავშირებული იგივე გარდაცვალებასთან და ჩვენს შესაბამის რიტუალებთან, რაც გვაქვს ტრადიციულად. აი ეს არის სწორედ და ამიტომ ჩვენ
ყოველ მხრივ თავი უნდა შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან. ხوار დაამატებ რამეს? ნებისმიერ შემთხვევაში პანაშვიდების გამართვა და აღსრულება იმ რელიგიური თუ ტრადიციული წესების მიცვალებულთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა მისაღებია, თუმცა ზომიერების გრძნობა არ უნდა დავკარგოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანთა თავშეყრა დაახლოებით სივრცეებში ქმნის გაზრდილ რისკს, ამ შემთხვევაში გარდაცვლილის გვამი არ წარმოადგენს არავითარ რისკს დაავადების გავრცელებისთვის, თუმცა ცოცხალი ადამიანების თავშეყრა გაზრდის რისკს გავრცელების დაავადების და ალბათ შესაძლებელია ადამიანის სულის მოსახსენიებელი ყველა აღავლინოს თუ შეასრულოს ისე, რომ არ შეუქმნას რისკის ხვებს. COVID ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით, ასევე იმ ფონზე, როცა უამრავი COVID პაციენტი უშედეგოდ ცდილობს საჭირო სამედიცინო სერვისის მიღებას, რატომ იკავებს სახელმწიფო თავს საველე ჰოსპიტლების გახსნისგან. რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული საველე ჰოსპიტლების იდეა ყოველთვის განიხილება და მუშავდება, მაგრამ ამ ეტაპზე ხდება არასაველე საწოლების მობილიზირება ქვეყანაში. დღესაც საკოორდინაციო საბჭოზე მინისტრმა ჯანდაცვის განაცხადა, რომ დაახლოებით 5500-მდე საწოლი მობილიზირებულია, როგორც გითხარით, დღევანდელი რიცხვით 4751 პაციენტი წევს საავადმყოფოებში და კიდევ ყოველდღიურად ხდება მობილიზირება საწოლ ფონდის, რომელიც ამ თვის ბოლომდე უნდა ავიდეს სადღაც 8500-მდე. თუ ეს 8500 არ იქნა საკმარისი, მაშინ არის გეგმა B, რომელიც სწორედ გულისხმობს დიდი სხვა სივრცეების მობილიზირებას, მათ შორის, რასაც თქვენ ბრძანებთ და არქმევთ ამას საველე ჰოსპიტალს თუ დიდ სივრცეებს, სადაც შეიძლება დამატებითი ადგილები იქნეს გამონახული, რომ პაციენტებს მიეწოდოთ ჰოსპიტალური დახმარება. მოქალაქეების ნაწილი ჩივის, რომ რამოდენიმე საათის განმავლობაში უწევს სწრაფი ტესტების გასაკეთებლად რიგში დგომა, ხშირ შემთხვევაში კი ტესტები სწრაფად თავდება. უკავშირდება ეს სწრაფი ტესტების დეფიციტ თუ რასთან გვაქვს საქმე. ალბათ უკავშირდება, თუ ესეთი რამე არის, მე არ ვიცი, უფრო არაორგანიზებულობას სერვისის მიწოდების. იმიტომ რომ სწრაფი ეგრეთ წოდებული ტესტების, როგორც ანტიგენზე, ისე ანტისხეულზე დამყარებული ტესტების შესაბამისი რაოდენობა ქვეყანაში არის. დღეს კიდევ დამატებით 9 მილიონი ანტიგენის ტესტით შეივსო ჩვენი მარაგები, კიდევ დამატებით 1 მილიონი შეკვეთილია ანტიგენზე დამყარებული ტესტი, ისე რომ დეფიციტი ნამდვილად არ არის. ხოლო თუ რას გვაძლევს ანტიგენზე დამყარებული ტესტები დიაგნოსტიკაში, პალატას ვთხოვ, რომ იქნებ ამაზე უკვე რამდენჯერმე იყო ჩვენი განმარტება, რომ ანტიგენის ტესტები პრაქტიკულად იგივე მიზნობელობა აქვს, სულ ოდნავ ჩამორჩება პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის მიზნობელობას და სპეციფიურობას პრაქტიკულად 99%-ზე მეტია. ასე რომ ანტიგენის სწრაფი ტესტი სრულიად შესაძლებელია ჩანაცვლდეს იმის დამიხადოთ რა სიტუაციაში გამოვიყენებთ, ისინი ურთიერთ ჩანაცვლებადია. ასე რომ და მე მაშინ ვარაღამ არ ვუპასუხებ, იქ რაღაც არის კიდე ერთ-ერთი კითხვა, რომ ვიღაცამ გაიკეთაო ტესტიო და იყო უარყოფითიო, მერე გაიკეთაო და გახდა დადებითიო. სწრაფი ტესტი იყო უარყოფითიო და მერე გაიკეთაო და გახდა დადებითიო. ადამიანი ქრონიკულად ინფიცირებული ვერ იქნება. ეს შეიძლება იმითაც იყოს გამოწვეული, რომ ერთ დღეს რო გაიკეთა იყო უარყოფითი და მერე რო გაიკეთა ამ დროს უკვე ვირუსი გამოავლინდა.
მოგეხსენებათ, რომ 72 საათში ერთხელი ტესტება გარკვეული ჯგუფის ადამიანები, ვთქვათ, რომლებიც იგივე ვთქვათ ჩვენი სასტრაფოს კოლეგები, რომლებიც მუშაობენ და ესეა ხოლმე ერთ დღეს უარყოფითია, მე გაიტესტება, მე დადებითია ხოლმე. ნუ ოდესღაც შეიძლება დადებითი გახდეს. თუმცა ეს არ გამოიცხავს კიდევ ერთხელ ვამბობ იმას, რომ შესაძლოა მოხდეს ისიც, რომ ვთქვათ და ტესტი, არც ერთი ტესტი მსოფლიოში მათ შორის პოლიმერაზე ჯაჭვური რეაქციით არ არის ასე ვთქვათ 1000%-იანი და ყველა ტესტი შეიძლება გქონდეს ცნობილება პასუხში. როდესაც ჩვენ ახლა ანტიგენზე დამყარებულ ტესტებზე საუბრობთ, რითიც უკვე მთელ მსოფლიოში ფართოვდება დიაგნოსტიკის არეალი, რომელიც დაახლოებით 15-20 წუთში იძლევა პასუხს და განსაკუთრებით მაღალ ვალიდურია ეს ტესტები სიმპტომებიან ადამიანებში და ამაზე მე ხათუნას ვთხოვ, რომ მეტი განმარტება გააკეთოს. ეს გახლავთ ახალი გენერაციის ანტიგენზე დამყარებული ტესტები, რომლებმაც გაიარეს რამოდენიმე მარეგულირებლის, როგორც არის FDA ამერიკის, ან წამლის სააგენტო ევროპის, ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. დღეს რასაც ჩვენ ვიყენებთ ქვეყანაში უკვე, ეს გახლავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული ტესტები, ამიტომ მათი მგზნობელობა, რაც პაატამ მოგახსენათ, არის საკმაოდ მაღალი, ისევე როგორც სპეციფიურობა, ანუ აჭარბებს 98%. ამიტომაც დღეს ახალი მიმართულება გაზაფხულთან შედარებით თუ მაშინ როგორც ანტიგენზე, ისე ანტისხეულზე დამყარებული სწრაფი ტესტები არ ითვლებოდა სადიაგნოსტიკო საშუალებად, განსაკუთრებით ანტისხეულებზე დამყარებული, დღეს უკვე შეხედულება სხვა არის, ან ახალი გენერაციის ანტიგენზე დამყარებული ტესტები შეიძლება იქნეს გამოყენებული და როგორც პაატამ მოგახსენათ, რიგ შემთხვევებში ჩაანაცვლოს მან PCR დიაგნოსტიკა. ხათუნა ვის ვუკეთებთ ჩვენ დღეს დაახლოებით რომ აუხსნათ და რას ვაპირებთ კიდე? ანტიგენის ტესტის გაკეთებით COVID-19-ის დიაგნოსტიკა დღეს რეკომენდებულია იმ ადამიანებისათვის, რომელიცაც აქვს გამოხატული კლინიკური სურათი, ანუ როგორც ექიმები და ეპიდემიოლოგები ამბობენ, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც შეესაბამებიან შემთხვევის სტანდარტულ განსაზღვრებას. ეს არის ჩამონათვალი გარკვეული სიმპტომებისა, რომელსაც როგორც წესი აღწერს ექიმი ავადმყოფთან ურთიერთობისას და თუ დაასკვნის, რომ ამ სიმპტომთან თანმიმდევრობა ან მათი ნაკრები შეესაბამება იმას, რასაც ყველაზე მეტად შეიძლება წააგავდეს COVID, ამ შემთხვევაში ასეთ ადამიანებს ეძლევათ დანიშნულება COVID ტესტების ჩატარების შესახებ. გარდა ამისა, და ასეთი ადამიანების უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ხდება რაიმე ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში, ეს შეიძლება იყოს ცხელების ცენტრი, ან ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული ცენტრები, სადაც ერთდროულად ცხელებიანი ავადმყოფები, COVID ინფიცირებულები ან ამბულატორიული მიმართვები ხდება პაციენტების და ექიმის გადაწყვეტილებით სწორედ ამ ადამიანებს უტარდებათ სწრაფი ტესტები. ერთს დავამატებდი კიდევ რომ სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ ტესტების რაოდენობა თავდება ხშირ შემთხვევაში და ყველა ადამიანი, ვისაც უნდა სწრაფი ტესტის ჩატარება ხელმიუწვდომელი ხდება. გასათვალისწინებელია ასევე სამუშაო დატვირთვა იმ ადამიანების, ვინც მუშაობენ აი ამ სწრაფი ტესტის ან თუნდაც PCR ტესტისთვის ნაცხის აღების რეჟიმში. ეს ადამიანები როგორც წესი იყენებენ სპეციალური დაცვის ბიოსაფრთხოების საშუალებებს, რომლის ასე ვთქვათ გაუთავებლად და მუდმივ რეჟიმში გამოყენება შეუძლებელია. მათ მუშაობასაც აქვს ზღვარი და ხშირ შემთხვევაში ეს ტესტირების რეჟიმი გარკვეული დროით, პერიოდით ან ადამიანური რესურსითაც არის შეზღუდული. შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ტესტირების დასრულების ვადები დაწესებულების მიხედვით პირობადებული იყოს ამგვარი ფაქტორებითაც, რაც უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ. სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს უკვე ძალაში შედის
მაქსიმალურად ის რეჟიმი, როდესაც ცდილობენ სწორად დაალაგონ ტესტირებისთვის ადამიანთა მიმართულება, ანუ ყველას თავისი ადგილი მიუჩინონ, ვინც ადგაივლის ამ ტესტირებას და რა ტიპის ტესტირება ჩაუტარდება მათ და თავისი ჩატარების ტექნიკის მიხედვით ანტიგენის სწრაფი ტესტისთვის ნიმუშის აღება და PCR კვლევისთვის ნიმუშის აღება ძალიან წააგავს ერთმანეთს და მხოლოდ შემდგომი კვლევის ეტაპი არის, ასე ვთქვათ, განსხვავებული და ანტიგენის შემთხვევაში თუ ეს არის 15 წუთიდან 9 საათამდე პერიოდში მიღებული შედეგი, PCR-ისთვის ეს არის სულ ცოტა რამდენიმე საათი და მაქსიმალური ვადა დღეისთვის ქვეყანა ცდილობს, რომ 48 საათის ფარგლებში გასცეს პასუხი PCR ტესტირების დროს ადამიანებს. თუმცა არის ჩვენზე უფრო შორტწასული ქვეყნები, რომლებსაც ეს პერიოდი კიდევ უფრო ხანგრძლივი აქვს ხოლმე PCR-ის დიაგნოსტიკისას. უბრალოდ სწრაფი ტესტი კიდევ ერთ აი ამ შესაძლებლობას იძლევა, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს დიაგნოზის დასმა და დროულად მოხდეს შემდგომი ეტაპები მართვის, რაც უპირველეს ყოვლისა იზოლაციის პრინციპების განხორციელებას გულისხმობს და სწორედ ეს არის საშუალება როგორმე სწორად იმართოს ადამიანთა ნაკადები, ადამიანური რესურსები, სამედიცინო რესურსებს გულისხმობ, სწორად მოხდეს შემდგომ პაციენტთა ტრიაჟი, ვის რა ტიპის სამედიცინო დახმარება ესაჭიროება და რაც მთავარია შედგეს იზოლაციის აუცილებელი პირობა, რაც შეამცირებს დაავადების გავრცელებას. კიდევ ერთხელ აქ რომ სწრაფს როცა საუბრობთ, საუბარია ანტიგენის ტესტზე და არა ანტისხეულების, რომელსაც ხშირად არა მარტო საზოგადოებას, არამედ ჩვენს კოლეგებთანაც არის ხოლმე გარკვეული ასე ვთქვათ გაურკვევლობა და ხშირად მიიღებენ, რომ ანტისხეულზე დამყარებული ტესტით შეიძლება დიაგნოზის დასმა, ესე არ არის. ან PCR-ი, ან ახალი გენერაციის ანტიგენის ტესტებზე არის საუბარი. რა ინფორმაცია გაქვთ კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით, მათ შორის თუ დაფიქსირდა რეინფიცირების შემთხვევა საქართველოში. ერთ-ერთი კითხვა ასევე სხვა, რომელიც მას უკავშირდება, თითქოს ერთ-ერთმა ჩვენმა თანამემამულემ დაადასტურა, რომ არის ოღონდ საზღვარგარეთ მცხოვრებმა დაადასტურა, რომ საქართველოში იყო რეინფიცირების შემთხვევა. ყოველ შემთხვევაში მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. რეინფიცირების შემთხვევა მოგესალმებათ სულ თითზე ჩამოსათვლელია მსოფლიოში და დადასტურებას, რომ ნამდვილად რეინფიცირებასთან გაქვს საქმე, ამას საკმაოდ სერიოზული კვლევა ჭირდება, მათ შორის გენეტიკური კვლევებიც, ანუ გენომის სეკვენირება, რომელიც ტარდება ჩვენთან და ასეთი არ ჩატარებულა. პატა გააქვს შენ ამ ინფორმაცია რეინფიცირება? ჩვენთან ასეთი შემთხვევა აღწერილი ნამდვილად არ არის, ასე რომ თუ იქნება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევას ჩვენს ასე ვთქვათ სამეცნიერო თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა და რა თქმა უნდა აღწერა. არსებული ინფორმაციით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ტესტირების მესამე ეტაპზე მიღებულმა წინასწარმა შედეგებმა დაადასტურა, რომ ამერიკული ფარმაცევტული კორპორაციის Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინის, COVID-ის ვაქცინის ეფექტურობა 90%-ს აღემატება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, წლის ბოლოსთვის ვაქცინის 50 მილიონი დოზა იქნება მზად, ხოლო მომავალი წლისთვის ეს რიცხვი მილიარდ 300 მილიონამდე გაიზრდება. საქართველოს უკვე არის გლობალური ფონდის შექმნილი სპეციალური ვაქცინის ჯგუფის მონაწილე. რა არის თქვენი მოსაზრება ამ ვაქცინასთან დაკავშირებით და რამდენად შესაძლებელია საქართველოში გამოვიყენოთ? ამაზე რამოდენიმეჯერ იქნა განმარტება და მოდით ახლა ცოტა დაუთმოთ დრო ამ საკითხს და მომეხმარებიან ფაატა და ქალბატონი ხათუნა. მოგესალმებათ, COVID-ის ვაქცინის შექმნა და მისი პრაქტიკაში გამოყენება ითვლება დღეს ერთ-ერთ ყველაზე, ასე ვთქვათ, დიდ იმედად ამ პანდემიის
დამარცხების. თუმცა ის რომ COVID-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება ვთქვათ 1 თვის, 2 თვის, 3 თვის შემდეგ და ასე შემდეგ, ეს ცოტა გადაჭარბებული იმედები გახლავთ. დღევანდელი დღით დაახლოებით 150-დან 200-მდე სხვადასხვა ვაქცინაა COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ლაბორატორიებში. აქედან პრეკლინიკური და კლინიკური კვლევის ფაზებში არის რამოდენიმე ათეული და მათ შორის ეგრეთ წოდებულ ბოლო მესამე კლინიკურ ფაზაში არის კვლევისა, როცა დიდ რაოდენობა ადამიანებზე ხდება ვაქცინის უსაფრთხოების გამოცდა, არის დაახლოებით 5-მდე ვაქცინა, საიდანაც 3 აქვს საკმაოდ დიდი მოლოდინი. ეს არის ის, რაც თქვენ აქ გვეკითხებით, რომელმაც ამ ბოლო 2 კვირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ანუ გერმანული ერთ-ერთი ბიოტექნოლოგიური კომპანიის და Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინა, სადაც კვლევებმა აჩვენა, რომ 90%-ზე მეტი დამცველობა აქვს. ეს არის ოქსფორდის ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინა და ეს არის ამერიკული Moderna-ს ვაქცინა, რომლებიც გადიან ამ მესამე ფაზას კლინიკური კვლევების. ასევე არის უკვე კიდევ სხვა ვაქცინები, რომლებიც არიან მეორედან მესამე ფაზაზე კლინიკური კვლევის და დიდი ალბათობით არ იქნება მარტო ერთი ვაქცინა, რომელიც იქნება გამოყენებული COVID-ის საწინააღმდეგოდ. სხვადასხვა ამ კომპანიებს ბოლო მონაცემები რაც გვაქვს, შეკვეთილი აქვს სხვადასხვა სახელმწიფოებს დაახლოებით 8 მილიარდ ნახევარი დოზა ვაქცინისა. თითქმის ყველა ეს ვაქცინა, რომელიც დღეს არის ამ კვლევების ფაზაში, არის ორჯერადი გამოყენების, ანუ 3 ან 4 კვირის გამოტოვებით ხდება ორჯერადი ინექცია, რომ მიიღო მყარი ჰუმორული ან უჯრედული იმუნიტეტი, ანუ დაცვა. აქედან ჩვენ რომელს მივიღებთ საქართველოს, ეს გადაწყვეტილი იქნება, ჩვენ ვართ გაერთიანებული ეგრეთ წოდებულ COVAX პლატფორმაზე. COVAX პლატფორმა არის შექმნილი გავი გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაცია ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელთანაც ჩვენ თანამშრომლობთ უკვე რამოდენიმე თითქმის 2 წელია. გავის დახმარებით ჩვენ დავნერგეთ ქვეყანაში რამოდენიმე ვაქცინა, მათ შორის მარტო ბოლო 5 წლის განმავლობაში 4 თუ არ ვცდები ვაქცინა. გავის დახმარებით ჩვენ სერიოზულად ვებრძოლეთ პოლიომიელიტის საწინააღმდეგო კამპანიები ჩავატარეთ ბევრი კიდევ სხვა კამპანია ქვეყანაში, ანუ გავი გლობალური ალიანსი, არა გლობალური ფონდი სხვა რამეა, ეს გახლავთ შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის ფონდი. გავი გახლავთ სხვა ალიანსი, რომლის დამფუძნებელი გახლავთ ბილ გეიტსი და მსოფლიო ბანკი, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და კიდევ მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენ ამ პლატფორმაში ვართ გაერთიანებული. ეს პლატფორმა რომელ ვაქცინას შეისყიდის, თქვათ, ჩვენი ტიპის და მათ შორის საქართველოსთვის, ეს ჯერ ჩვენ არ ვიცით. ანუ რომელი ვაქცინაც დამტკიცდება, იქნება ეს გერმანული წარმოების, იქნება ბრიტანული, ამერიკული თუ კიდევ სხვა წარმოების, იმის და მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ამ COVAX-თან ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოს. ჩვენთან იცით არსებობს იმუნიზაციის სამმართველო დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ისინი სულ ჩართული არიან COVAX-თან კომუნიკაციაში. საქართველოს უკვე პირველი 14 მილიონი დოლარი გადარიცხა COVAX პლატფორმაზე, რომ ჩვენ დაკვეთილი გვაქვს 700,000 დოზა ვაქცინისა, უпростоრეთ 700,000 ადამიანის მოცვისთვის, ანუ ორჯერ 700,000 და სულ ეს ჯდება დაახლოებით 17 მილიონ დოლარამდე. პირველი შენატანი საქართველოს შეტანილი აქვს და როდესაც რომელიმე ამ ჩემს მიერ დასახელებული ან კიდევ სხვა ვაქცინა, რომელიც დამტკიცდება ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის, ევროპის წამლის სააგენტოს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ
საქართველოს მიიღებს შესაბამისად ამ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინას, როგორც გითხარით და აიცრება დაახლოებით მოსახლეობის თანდათან ეს ვერ მოხდება უცბად 700,000-მდე ადამიანი. პირველ რიგში ესენი იქნებიან მაღალი რიჟჯგუფები და ეს რიჟჯგუფები თითქმის უკვე განსაზღვრულია, ხო, ხათუნა? და იქნებ მოეხმარო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ვის ავცრით თუ როცა გვექნება? ამ საკითხზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა, ვინ უნდა ჩაერთოს ამ რისკის ჯგუფებში, და შეიძლება გარკვეული ცვლილება მოხდეს ამ რისკის ჯგუფებში, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ესენი არიან კოვიდის მძიმე დაავადების განვითარების რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები, ეს უპირატესად არის ხანდაზმულ ადამიანებზე ლაპარაკი, რომელსაც ქვეყნის მიხედვით ირჩევა ასაკი, რომლის მერეც შეიძლება აირჩიოს ქვეყანამ თავისი ავადობის სტრუქტურის, ქვეყნის მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის მიხედვით. ზოგი ქვეყნისთვის ეს შენარჩევი 70 წელზე ვითა, ზოგიერთი 75 წელზე ვით, ზოგიერთი ქვეყანა 60 წლის ასაკის ზევით მოსახლეობაზე და სასუდგის სისტემის ქრონიკული დაავადების მქონე პირები ხანდაზმულ ასაკში, ასევე გულსიძახთა სისტემის ქრონიკული დაავადების მქონე პირები ხანდაზმულ ასაკში ითვლებიან ერთ-ერთ პრიორიტეტად დღეისათვის. თუმცა როგორც მიდის სამეცნიერო წრეებში მსჯელობა, ეს ჯერ კიდევ სანამ ვაქცინა საბოლოოდ შემუშავდება და ამტკიცდება, ხელმისაწვდომი გახდება მოსახლეობის ფართო წრეებისთვის, ჯერ კიდევ შეიძლება მოხდეს რა გარკვეული გარღვევები ამ მიმართულებით ცოდნებსა და გამოცდილებაში და სხვა ჯგუფების ჩართვა მოხდეს იმის მიხედვით, რომელი ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება ვაქცინის ეფექტურობა უფრო კარგად შესწავლილი ან დამტკიცებული. კერძოდ ცნობილია, რომ ზოგიერთი ვაქცინისათვის, რომელიც ახლა ჯერ ისევ შესწავლის ფაზაშია და თქვათ მეორე მესამე ფაზის ზოგიერთი ვაქცინებისთვის შესწავლა მოხდა გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში და შესაბამისად მათი დაშვება სხვა ასაკობრივ ჯგუფებში, რაც არ უნდა მაღალი ეფექტურობა აჩვენოს, თქვათ შესწავლის ჯგუფში გადატანა ასე პირდაპირ ვერ მოხდება, როგორც ცნობილია, ვაქცინების დანერგვისადმი საკმაოდ მომთხოვნი არის ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ვაქცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ იძლევა დასკვნას და შესაბამისად ეს რისკის ჯგუფები ან მომხმარებელი ჯგუფები, რომლებიც ვაქცინის მიღები იქნებიან, შეიძლება გარკვეულად კიდევ შეიცვალოს მანამ, სანამ მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი გახდება ვაქცინა. მარტო დავამატებ რამეს ვაქცინას. აი ნეტგაზეთის კითხვები იყო ის ვაქცინაზე აქ არის კიდე და მათ შორის რამდენი გაქვთ უკვე გადახდილიო? ხო და თქვი რომ 4 მილიონი გვაქვს დოლარი გადახდილი და სადღაც სრულად ეს ჭდება 17 მილიონი დოლარი. დავამატებ კიდე რამეს ვაქცინა. არა, დაჩენ ყველაფერი. როდის შემოვა რემდესევირი საქართველოში და რა რაოდენობის პაციენტის მკურნალობისთვის საკმარისი რაოდენობას ვყიდულობთ, ეს კიდევ ერთხელ დავაზუსტე მე სამინისტროში ეს საკითხი, ორ კვირაში უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება კომპანიასთან, წარმოებელთან და ორ კვირაში საქართველოში ეს წამალი იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს უსვა, რომ ეს წამალი არის შესაბამის ჩვენებით, ეს აფთიაქში არ გაიყიდება, ეს გახლავთ წამალი, რომელიც უნდა გამოყენებული იქნეს მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებში ექიმის მკაცრი დანიშნულებით, ვისაც ის ჭირდება და მოგეხსენებათ ის ძირითადად ჭირდება მძიმე პაციენტებს. თავდაპირველად დიდ ქალაქებში და ბოლოს უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 საათამდე შეიზღუდა რესტორნების მუშაობა. 22 საათის შემდეგ ალბათ უფრო სწორია, ხო? რამდენად გამოიღო შედეგი ამ რეგულაციამ ეპიდემიის გავრცელების პრევენციის კუთხით და თქვენი შეფასებით კიდევ რამდენი ხანია საჭირო ამ რეგულაციის ძალაში დატოვება. მოგეხსენებათ, ერთი რეგულაცია ასე სწრაფად, რომ მეორე დღეს უკვე შედეგი გამოიღოს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების თვალსაზრისით ესეთი რამე არ ხდება. ეს გახლავთ ერთ-ერთი ასეთი ბლოკი, ასე ვთქვათ, სეგმენტი იმ მრავალ სექტორულ მიდგომაში რეგულაციების, რაც ქვეყანაში ხორციელდება. პირბადე, დისტანციური მუშაობა, ხშირი ხელების დაბანა, დისტანცია, დამუშავება, მათ შორის მობილობის დაგდება და მათ შორის რესტორნების 22 საათის შემდეგ მუშაობის შეჩერება. ეს დამერწმუნეთ, რომ და რა თქმა უნდა ის რაც ხორციელდება, რომ 22 საათის შემდეგ ასევე დიდ ქალაქებში აიგრძალა
გადაადგილება. დამერწმუნეთ, რომ ამაზე ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომ ეს შედეგს იძლევა და შედეგს ჩვენ დავინახავთ რამოდენიმე ხანში. ამას დრო ჭირდება, რამოდენიმე ხშირად კვირა, რომ შედეგი ვნახოთ შემზღუდველი ღონისძიებების. არც ერთი შემზღუდველი ღონისძიება მხისიერ შედეგს მეორე დღესვე არ იძლევა. პატა. ამაზე გამოქვეყნებულია ძალიან კარგი სამეცნიერო მტკიცებულება, არის ესეთი ჟურნალი Lancet-ი ქვია, ჩემმა კოლეგებმა ალბათ უნდა იცოდნენ, ვინც მისმენს. აი გამოქვეყნდა სტატია, ოქტომბერი იყო თვალწები, რომ აი ეს ღონისძიებები შემზღუდავი, რაც ახლა ჩვენ საქართველოში გვაქვს, დაემატა ეს ასე ვთქვათ, ეს ძალიან ხშირად ისმის კითხვა რა კორონას ძინავს 10 საათის მერე და ასე შემდეგ. აი კორონა ძინავს ხოლმე 10 საათის შემდეგ, ეს ყველაფერი გაანალიზებულია ამ სტატიაში და იქ არის ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, ციფრობრივი მონაცემები, რომ რეპროდუქციის ინდექსი, ანუ რამდენად სწრაფად ვრცელდება ვირუსი, თითქმის ნახევარით შემცირდება 2 კვირის მანძილზე, როცა ეს ღონისძიებები არის, ასე ვთქვათ, დაწყებული და უკვე სადღაც 1 თვის თავზე ნახევარზე მეტად ამცირებს რეპროდუქციის ინდექსს, ანუ ინფექციის გავრცელების სიჩქარის განახევრებას იწვევს. ხათუნა დავამატეთ რამე სამსაკითხს. უბრალოდ გავიმეორებათ ნავირან ალბათ თქვენ სიტყვებს. ეს მხოლოდ რესტორნების და სამასპინძლო დაწესებულებების მუშაობის შეზღუდვა არის მხოლოდ ერთი სეგმენტი, მხოლოდ ერთი რამ და მარტო ამითი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვერავინ ვერ მოერევა. ამის ილუზია ნუ გვექნება, მაგრამ ამის გარეშეც და ის რომ თავშეყრის საათები გაიზარდოს და გახალისდეს რესტორნებში და სამასპინძლო დაწესებულებებში, მით უმეტეს ეხლა, როდესაც უკვე აცივდა ძალაუნებურად სამასპინძლო დაწესებულებები დახურულ სივრცეებში მასპინძლობენ თავის მომსვლელებს. რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი სეგმენტია იმისთვის, რომ შემცირდეს ავადობა და იმ შემთხვევაში თუ სხვა პირობებიც განუხრელად იქნება დაცული, რაც რეკომენდებულია დისტანცირების, ნიღბების გამოყენებისა და ჰიგიენის წესების დაცვის თვალსაზრისით, ვფიქრობთ, რომ მომავალი 2 კვირის შემდეგ ამ პროცესების დაწყებიდან გარკვეული ეფექტი მიღწეული იქნება. რაც არაფრით არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ გაქრება COVID-ი, ან ერთიანად დამთავრდება პანდემია მსოფლიოში და დაავადების გავრცელება საქართველოში, მაგრამ ეს მოგცემს საშუალებას ყავდეს უფრო ნაკლები შემთხვევები ყოველდღიურად და უფრო ეფექტური იყოს მათი მართვა. აი და რადიო თავისუფლებას კითხვა არის კიდე საბავშვო ბაღები და სკოლებიო და სადაც რატოა ჩვენთან დახურულიო, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებშიო არ არის დახურულიო. უპასუხებ ხარ. ესეც გარკვეულად აი ქმედების ერთი ნაწილია, კიდევ ერთი სეგმენტია, რომელიც დისტანცირებას უწყობს ხას. სამწუხაროდ ყველა ქვეყანა, სამწუხაროდ სასიხარულით, რა ვიცი, ყველა ქვეყანა განსხვავდება ერთმანეთისაგან თავის ცხოვრების ნირით, იმ საბავშვო ბაღებისა და სკოლების მოსწავლეების თავშეყრის წესებით და განსაკუთრებით ამ ბავშვების, ასე ვთქვათ, ძირითადი მომვლელების სტატუსის გათვალისწინებით, რომლებიც უმთავრეს შემთხვევაში არიან ბებია-ბაბუები, ან ისეთი ადამიანები, რომლებიც დაყვებიან ამ ბავშვებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათთან ერთად გადაადგილდებიან მთელი დღის მანძილზე, უზიან ბავშვებს სამეცადინო მაგიდებთან და ეს საბავშვო ბაღებისა და სკოლების დისტანციური რეჟიმზე გადაყვანა ან დაკეტვა ერთ-ერთი საშუალებაა გაიზარდოს დისტანცირება საზოგადოებაში და შემცირდეს ადამიანთა თავშეყრა. სწორედ ამითი არის განპირობებული ამჟამად ის ქმედებები, რაც მიმართულია საბავშვო ბაღებისა და სკოლებისადმი, თუმცა ძალიან კარგად ვაცნობიერებთ იმას, რომ
სწავლა და ნორმალურ რეჟიმში სწავლებისათვის საახმძელო პროცესების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის და ასე დიდხანს გაგრძელება ალბათ ძნელია და შეუძლებელია და სწორედ როდესაც დაგვიდგება საპირწონეთ რა ჯობია სამასპინძლო დაწესებულებები და რესტორნები გახსნილი 10 საათამდე თუ ბავშვები რომლებიც დადიან სკოლაში მოდით მაშინ შევადაროთ ამ ორი კითხვის შედეგად მიღებული სარგებელი ქვეყნისათვის და ხალხისთვის და მაშინ კიდევ ერთხელ შევაფასოთ თითოეულმა ჩვენგანმა რა გვირჩევნია გქონდეს გახსნილი რესტორნები და დაკეტილი სკოლები თუ გახსნილი სკოლები და ადრე დახურული რესტორნები და ეს დავამატებ უფრო ასე ვთქვათ ხათუნამ კითხვა ეს გასაგებია იყოს იმ ევროპის ქვეყნებში და საქართველოში აბსოლუტურად სხვადასხვანაირად ცხოვრობს ადამიანები ან ცხოვრების წესი იქ არ არის ოჯახები სამთაობიანი იქ არ არის ბებიები და ბაბუები აროვლიან იმ ბავშვებს და რისკის ჯგუფი მოგეხსენება ვინ არის ბებიები და ბაბუები პირველ რიგში ჩაერთენ უკვე თუ რეზიდენტები კორონავირუსის მართვის პროცესში კონკრეტულად რა ფუნქციებს ასრულებენ. კი, რეზიდენტებიც ჩართული არიან, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია უმაღლეს სასწავლებლებიდან და სამინისტროდან, ასევე მოგეხსენებათ ჩაერთნენ მეხუთე მეექვსე კურსის სტუდენტებიც დაახლოებით 1800-მდე სამედიცინო უნივერსიტეტების და ფაკულტეტების სტუდენტებმა გაიარეს მოკლე ხნიანი გადამზადება და დაახლოებით იქიდან როგორც ვიცი 700-მდე უკვე პრაქტიკულ საქმეში არის ჩართული როგორც ექიმების ასისტენტები, ექთნებად და ასე შემდეგ და გამოცხადებულია მოგეხსენებათ სრული მობილიზაცია სამედიცინო პერსონალის, ექიმების, ექთნების, რომლებიც არიან ასევე პენსიაზე ან არ არიან დღეს დასაქმებული, ასევე არასამკურნალო პროფილის ექიმების, იგივე სტომატოლოგები შეიძლება ფართოდ იქნენ გამოყენებული სხვადასხვა კოლ-ცენტრებში, ნიმუშების ამღებებად და ასე შემდეგ. და ამას ბევრი მაგალითებია უკვე ყველა ქვეყანაში და ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, მხოლოდ მადლობა მათ და რაც მეტი იქნება მობილიზაცია როგორც ექიმების, ისე დამამთავრებელი სტუდენტების, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პანდემიის შეჩერების პროცესში. საზოგადოებრივი მაუწყებელი გვეკითხება მილიონ მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით საქართველოს უსწრებს არაერთ ქვეყანას, მათ შორის შვედეთს, იტალიასაც, თუმცა ლეტალობის ხრივ საქართველოს მათთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლები აქვს. რით ხსნით საქართველოში ვირუსის ასეთი მასშტაბებით გავრცელებას და სათხედავთ ამ ვითარებაში სახელმწიფოს პასუხისგებლობას. ამაზე ბოლო კითხვაზე უკვე ვუპასუხეთ, რით ხსნით და ხსნით იმით, რომ სამწუხაროდ ისევ და ისევ ჩვენ თავში უნდა შევხედოთ, ძალიან დიდი ნაწილი მოსახლეობისა ისევ მსჯელობს იმაზე, რომ კორონავირუსული ინფექცია მოგონილია, რომ კორონავირუსი არ არსებობს, რომ ის არის სურდო, რომ მას გადაიტან იოლად, მოიხდი, ზოგი სახათსაც ეძახის უკვე, ამაზე ხშირად გამოვდივართ, ვსაუბრობთ, რომ ეს ასე არ არის, კორონავირუსულმა ინფექციამ უკვე შეიწირა 1.200.000, უკვე 1.300.000 ადამიანის სიცოცხლე. სამწუხაროდ ჩვენთან საქართველოში დღევანდელი დღით უკვე გარდაცვლილია 636 ადამიანი. კი, პროცენტულ მაჩვენებელში საქართველოს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში 0.87, მაგრამ მოგეხსენებათ სიკვდილი პროცენტებში არ განისაზღვრება, ხო? თითოეული გარდაცვალება იმ ოჯახისთვის, იმ ახლობლებისთვის ეს ტრაგედია. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები გქონდეს გარდაცვალების მაჩვენებელი ქვეყანაში. რით ხსნით? ხსნით იმით, რომ ამ ეტაპამდე მიუხედავად ძალიან რთული სიტუაციის, ეპიდსიტუაციის ქვეყანაში, ჯანდაცვის სექტორი ჯერჯერობით უძლებს ამ გამოწვევას და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პრეტენზია, ძალიან ბევრი საყვედურია და აქაც დღეს შემოსულ კითხვებში არის დაგვიანება სასტრაფოსი თუ გადაყვანა და ასე შემდეგ, მაინც ვიტყოდით, რომ ძიმე ავადმყოფების მოვლა მიმდინარეობს და შესაბამისად ადრეულ ეტაპზე ხდება დიაგნოსტირება, ადამიანების იზოლირება და ამ ეტაპამდე საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი გვაქვს დაბალი, ეს პირველ რიგში ჩემი კოლეგების, ჩემი
ჩვენი ექიმების, რა თქმა უნდა, დამსახურებაა, მაგრამ ხასუსავრო რესურსები ამოუწურავი არ არის ქვეყანაში. ამიტომ ყველა უნდა მოუფრთხილდეთ და სამავთყოფოში არ იწვენ ავადმყოფები, ვისაც პაციენტები, ვისაც აქვს უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომები კორონავირუსული ინფექციით და სამავთყოფოთა საწოლები იყოს განსაზღვრული იმ ადამიანებისთვის, ეს არის საშუალო მძიმე კრიტიკული, ვისაც ნამდვილად სტაციონარული მკურნალობა ჭირდება და არ იყოს ასევე მოუწოდებ მოსახლეობას სასწრაფოს გამოძახება ისეთ შემთხვევებში, რომ გამიზომე ტემპერატურა, გამიზომე წნევა, რომ გამიკეთე COVID ტესტი და ასე შემდეგ. ანუ სასწრაფო უნდა გამოძახებული იყოს იმ შემთხვევებში, ხდება გადატვირთვა იგივე გადაუდებელი სამსახურის, იმიტომ რომ ხშირად არა მიზნობრივი სამწუხაროდ გამოძახებები გვაქვს. დავამატებთ ამას რამეს? მოსახლეობისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან რომელი რეგულაცია ირღვევა ყველაზე ხშირად, რომელია უსაფრთხოების ის სტანდარტი, რომლის დაცვაზეც ყველაზე პრობლემურია, სად ხედავთ გამოსავალს დღევანდელი პანდემიის შეჩერების დაძლევის ხედავთ ჩვენ კოორდინირებულ მუშაობაში სახელმწიფოსი, ექიმების, სამედიცინო პერსონალის და საზოგადოების. ასევე ყველა იმ სექტორის, ვინც ჩართულია, რა თქმა უნდა, COVID-ის პასუხში, მაგრამ წინა პლანზე დღეს გახლავენ, რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი. სად არის ყველაზე მეტი დარღვევა? არის იქ, სადაც არ გვჯერა, რომ პირბადეს აქვს დამცველობითი უნარი. არა დავსაუბრობთ, რომ ამაზე დიდი დამცველობითი უნარი ჯერჯერობით არაფერს არ აქვს. არც ჯერჯერობით შეუქმნელ ვაქცინას. ციფრებს ვამბობთ, რომ თუ ჩვენ ავიყვანთ ქვეყანაში პირბადის ტარების და მოხმარების მაჩვენებელს 95%-მდე, ამის პროგნოზირებას აკეთებენ ძალიან დიდი და წამყვანი ინსტიტუციები, ჩვენ ინფიცირების რაოდენობას ახალ ინფექციას შევამცირებთ დაახლოებით 70%. ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია. ევროპაზე დაიდო ეს პროგნოზი, თუ ევროპაში 95%-იანი ტარების პირბადის მაჩვენებელი იქნება, თებერვლის ჩათვლით ევროპაში გადარჩება 266,000 ადამიანის სიცოცხლე. უზარმაზარი ციფრია. ამიტომ გვენდეთ და დაგვიჯერეთ, რომ პირბადე ყველა ადგილზე უნდა ვატაროთ. როცა მე ამას ვამბობ, მე სოციალურ ქსელში ჩემზე ქირქილია, რაო, სოფელშიო, თუ იმაში, რა ქვია, ტყეში პირბადით ვიაროთო, ნუ გავაშარჟებთ ამ მოწოდებას, დამერწმუნეთ, არავინ არ გეტყვით, ტყეში მარტო თუ მიბრძანდებით, რომ პირბადით იაროთ. და იქ ჩემ სოფელში, საიდანაც მე ვარ წარმოშობით, დღეს ერთი გლეხი ცხოვრობს, იმას არავინ არ ეტყვის, რომ იარეთ პირბადითო, გამიგეთ, მაგრამ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავში, ყველგან უნდა ვიაროთ პირბადით. უნდა ვიაროთ პირბადით. დამერწმუნეთ. და ეს არის დღეს ყველაზე აქ ირღვევა ყველაზე მეტი. მისი არ ტარება, ან არასწორად ტარება. ცხვირის ქვემოთ, ნიკაპზე, მხარზე და ასე შემდეგ. ხომ? თუ ვატაროთ ისე, როგორც არის და ამის ძალიან ბევრი ილუსტრაცია დევს ჩვენს ვებგვერდზე და ხათუნა ახლა გააგრძელებს უფრო კარგად ამ საკითხს. ნიღბებიდან ყველაზე უფრო ეფექტურ საშუალებად მიჩნეული არის, რა თქმა უნდა, რესპირატორები, თუმცა მოსახლეობის გამოყენებისთვის ეს რესპირატორები არ არის მოწოდებული და პირდაპირი გაფრთხილებები არის ჩვენზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაციებისგან, რომ რესპირატორები დაუთმეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს. რესპირატორები თავისი მუშაობისას გამოიყენონ იმ ადამიანებმა, რომლისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მათი გადარჩენილი სიცოცხლე მედმუშაკებს გულისხმობ, ან მათი გადარჩენილი ჯანმრთელობა თითოეული ჩვენგანის დაცვაა. შესაბამისად თხოვნაა ესეთი, რომ რესპირატორების ხმარებით შეიწუხებთ თავს და ნურთს წაართმევთ ამ შესაძლებლობას სამედიცინო პერსონალს, დაუთმეთ რესპირატორი მათ. თქვენ უნდა გამოიყენოთ თითოეულმა თქვენგანმა, მეც თქვენ შორის, ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი ან ჩვეულებრივი საზოგადოებრივი ნიღაბი მრავალჯერადი მოხმარების, თუმცა უნდა დავაკვირდეთ იმას, რომ ნიღაბი აუცილებლად სწორად უნდა იყოს გამოყენებული, რაც ნიშნავს იმას,
ნიღაბი ერთდროულად უნდა ფარავდეს ცხვირს, პირს და ჩადიოდეს ნიკაპის ქვემოთ. ნიღაბი საკმაოდ მჭიდროდ უნდა იყოს სახეზე მორგებული, რისთვისაც სამედიცინო ნიღბებს აქვს ზედა ნაწილში მეტალის ფირფიტა, რომელთაც ვირგებ ცხვირზე მჭიდროდ და ვცდილობთ, რომ სახეზე ასე ვთქვათ, მჭიდროდ მოერგოს ნიღაბის დანარჩენი ნაწილი. ნიკაპს ქვევით ამოტარებული ნიღაბი გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ის არ აცურდება და არ შეექმნის საფრთხეს, რომ პირს არ გვიფარავს. რაც შეეხება ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნიღაბს, ანუ მრავალჯერადი გამოყენების ნიღაბს, მიექციეთ ყურადღება, რომ ის არ უნდა იყოს ერთშრიანი, ორშრიანი, არამედ რამდენიმე შრისგან და შედგებოდეს, იყოს საკმაოდ მჭიდრო ნაჭერისგან დამზადებული და რაც მთავარია, ხშირად უნდა ირეცხებოდეს და უთავდებოდეს. ასეთი ნიღაბი მრავალჯერადად შეგვიძლია გამოვიყენოთ. რაც შეეხება სამედიცინო ნიღბებს, განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ის ამბავი, რომ როგორც იცით, სამედიცინო ნიღაბი ერთ მხარეს ფერადია, მეორე მხარეს თეთრი ფერის და რატომღაც გავრცელდა სოციალურ ქსელებში ესეთი არასწორი ინფორმაცია, რომ ჯანმრთელ ადამიანებს გარეთ უნდა ეკეთოთ ღია ფერის ნაწილი და შიგნით მოიქციო ფერადი ნაწილი ნიღაბის. აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა ნიღაბის ფერადი ნაწილი ყოველთვის უნდა იყოს გარეთ და თეთრი უფრო ღია ფერის ნაწილი უნდა იყოს შიგნით მოქცეული სახისკენ. ეს ფერადი ნაწილი ისეთი მასალისგანაა დამზადებული, რომელიც ხელს უწყობს წვეთების არეკლას და შესაბამისად თუ თქვენ მოემართება, ასე ვთქვათ, ინფიცირებული წვეთები მეორე ადამიანთან ის მიერ მათი გამოფრქვევისას, უბრალოდ ეს შრე შეეცდება მაქსიმალურად შეაყავოს მათი მოხვედრა თქვენს სასუნთქ სისტემაში, ხოლო ის თეთრი ნაწილი, რომელიც შიგნით არის მოქცეული, არის უფრო შემწოვი შრე, რომელსაც გააჩნია უნარი, ჩვენ საუბრისას გამოტყორცნილი წვეთები მაქსიმალურად შეაყავოს და იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ ვართ შესაძლოდ ინფიცირებული და ჯერ არ ვიცით ამის შესახებ, ეს შრე ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენ გარშემო რაც შეიძლება ნაკლებად გავავრცელოთ ეს ვირუსის შემცველი ნაწილაკები. ასე რომ ნიღაბი უნდა ვიხმაროთ სწორად და ნიღაბი უნდა ვიხმაროთ ყველგან, სადაც შეიძლება შეოქმნათ რისკი სხვა ადამიანებს ან შეგვექმნას რისკი ჩვენ თვითონ. ერთ დავამატებ, მხოლოდ რომ როცა ძალიან ბევრი, მათ შორის ჩემი კოლეგები, ნიღაბსაც და დაცვასაც ძალიან კარგად ხმარობენ, მაგრამ მე როდესაც დრო გამოუჩნდება, თქვა ძალიან ცოტა აღთხოვნა ერთ დრო რომ თქვა იგივე საკვები მიიღო, საჭმელად როჟდებიან ხოლმე და რომ იხსნიან. მე იქ ხდება ხოლმე მათი დასნებობა. ამიტომ კატეგორიულად დავიმახსოვროთ, რომ ერთმანეთთანაც როდესაც განსაკუთრებით, როდესაც თქვა ჩვენ საჭმელს როჭამ უნდა მოიგრძნო, ხო ნიღაბი. მაქსიმალურად დისტანციაზე ერთმანეთისაგან და სხვადასხვა დროს ეცადეთ ხოლმე, რომ საკვები მიიღოთ, იმიტომ რომ ამ დროს ხდება ძალიან ხშირად დასნებობა. ეს სხვათა შორის ერთ-ერთი ნაწილი არის იმ რეკომენდაციების, რომელსაც ვაძლევთ ადამიანებს, რომელიც არიან ინფიცირებული და რჩებიან ოჯახში, ან თავის ბინაში და მასთან ერთად ცხოვრობს მამისი ჯანმრთელი ოჯახის წევრი. ანუ ეს არის იზოლაციის წესის ნაწილი, როდესაც ვეუბნებით, რომ მაქსიმალურად მოერიდეთ თქვენი ოჯახის სხვა წევრებთან შესაძლო გადაკვეთას საერთო სივრცეებში, თუ ეს გადაკვეთა გარდაუვალია რაღაც მომენტში, აუცილებლად გეკეთოთ ნიღაბი თქვენს და თქვენი ოჯახის წევრსაც, ხოლო საკვების მიღება აუცილებლად უნდა მოხდეს განცალკევებით, ან იმ სივრცეში, სადაც იმყოფებით თვითიზოლაციაში, ან თუ ეს არის საერთო მოხმარების სივრცე, ინფიცირებულმა ადამიანმა, დაავადებულმა საკვები უნდა მიიღოს ყველაზე ბოლო და საკვების მიღების მერე საგულდაგულოდ დაალაგდეს ის ადგილი და ტერიტორია, სადაც იმყოფებოდა ინფიცირებული. ფორმულა გვეკითხება, რომ ინფიცირებულთა ნაწილი საუბრობს, რომ მწვავე სიმპტომების მიუხედავად ვერ ხდება მათი საავადმყოფოებში განთავსება, ადგილების არარსებობის გამო შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემა კოლაფსის წინაშეა? არა, ნამდვილად სისტემა კოლაფსის წინაშე არ არის, დაგიდასტურებთ, მაგრამ სისტემის დაძაბულობა იმატებს, ამასაც გიდასტურებთ.
ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ მართვას და დამყოლობას, რომ საავადმყოფოში დღეს ჩვენ გვაქვს დაახლოებით ჰოსპიტალიზაციის პროცენტი აქტიური ინფექციიდან დაახლოებით მერყეობს 28-30% შორის. აუცილებელია, რომ ნამდვილად გეტყვით, რომ 30%-ს ინფიცირებულებისა დღეს ჩვენთან განაწილება სიმძიმეების მიხედვით გახლავთ ასეთი, რომ დაახლოებით 85-დან 90%-მდე ინფიცირებულები გახლავან უსიმპტომო, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. შემდეგი გახლავან მძიმე უკვე სადღაც 10%-მდე და სადღაც 1-დან 2%-მდე მერყეობს კრიტიკულების რაოდენობა ხოლმე. ამიტომ ვეცადოთ, რომ საწოლ ფონდი იყოს განკუთვნილი იმ ადამიანებისთვის, ანუ ამ მძიმე ადამიანებისთვის და გარკვეული რაოდენობა ასევე საშუალო სიმძიმის, რომელიც შეიძლება უცბად გადავიდეს მძიმეში და ამას საზღვრავენ ექიმები და ნამდვილად საწოლ ფონდის დეფიციტი არ შეიქმნება. როგორც გითხარით, დღეს 4600-მდე ადამიანი წევს 4751 ადამიანი წევს დილის მონაცემებით სტაციონარში და დღეს მობილიზირებულია 5500-მდე საწოლი. დილისთვის სხვადასხვა დროს მოგეცნებათ დღეში ეწერება საავადმყოფოებიდან საშუალოდ 400-500 600-მდე ადამიანი და დაახლოებით ამდენივე ადამიანის სტაციონარიზაცია მიმდინარეობს. თუ ეს პროცესი კარგად მართვადი და ერთმანეთს მივეხმარებით ამ პროცესში, იმიტომ რომ საზოგადოების მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული იყავით, რომ არ შეიქმნება ეს დეფიციტი, მაგრამ მეორე სფერო, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შეგვექმნას ადამიანური რესურსის დეფიციტი, იმიტომ რომ ჩვენც ექიმებით ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ, ჩვენც ვინფიცირდებით, იგივე და ეხლა უკვე ამ მეორე ტალღის დროს თუ ადრე პირველი გაზაფხულის ტალღის დროს ინფიცირება სამედიცინო პერსონალის მოდიოდა თვითონ სამედიცინო დაწესებულებებიდან, დღეს უმეტესობა ინფიცირებისა მოდის სამწუხაროდ ჩვენი საყოფაცხოვრებო პირობებიდან, იმიტომ რომ ყველას ყავს ოჯახები, ყველას ნათესავები, ახლობლები და ასე შემდეგ, ამიტომ დიდი ნაწილი ინფიცირებისა და საკმაოდ დიდი ნაწილია უკვე სადღაც არის ეს კითხვა, მე გიპასუხებთ მაგს ეს ციფრებიც 4000-ზე მეტი ადამიანია უკვე ჩვენთან ინფიცირებული, რაც 6.9%-ია საერთო ინფიცირების, კიდევ ამბობ პროცენტი დაბალია, იმიტომ რომ ევროპაში ეს იყო 12-დან 20%-ის ფარგლებში, მაგრამ საქართველოსთვის 4600 ადამიანი თუ არ ვცდები ბოლო მონაცემებით 4666 სამედიცინო პერსონალი. რა თქმა უნდა, იქიდან ბევრი უკვე გამოჯამრთელდა, მაგრამ საერთოდ ინფიცირებული იყო 4666 ამ ეტაპამდე და ეს არის სერიოზული პრობლემა. ასევე ინფიცირებულები საუბრობენ, რომ მათ უჭირთ ოჯახის ექიმებთან დაკავშირება და კონსულტაციის მიღება, რა ტარდება ამ პრობლემის ამოსაყრებლად. იმიტომ რომ მარტო მესმის, რომ 112 და ყველა ცხელი ხაზი, მათ შორის ჩვენი ცხელი ხაზიც ძალიან გადატვირთულია და ამიტომ უნდა ვეცადოთ და ის სლოგანი, რომელსაც ხშირად ვაჟღერებთ, რომ თითოეულმა ადამიანმა ქვეყანაში დღეს უნდა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. ოჯახის ექიმი ქვეყანაში არის დაახლოებით 2500. ნუ სხვადასხვა მონაცემებით 2500-დან 3000-მდე, მაგრამ ავიღოთ საშუალოდ 2500. თითოეული ოჯახის ექიმი დღეს ქვეყანაში უვლის 1000-დან 1500-მდე ადამიანს. თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი, რომ როდესაც 112-ის საშუალებით, როდესაც გადატვირთული 112 ვერ უკავშირდებით, რომ პირდაპირ დაუკავშირდეთ ოჯახის ექიმს და ოჯახის ექიმის კონსულტაციის მიხედვით ვიმოქმედოთ. დიახ, ვადასტურებ, რომ გადატვირთულობის გამო შეიძლება მოცდის დრო არის დიდი, გახანგრძლივებული გარკვეულად, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ, სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ ეს საკითხი და მთლიანად მთავრობა, რომ ეს საკითხი ისე მოგვარდეს, რომ ადამიანებისთვის ხელმისაწვდომობა სამედიცინო დახმარებისადმი უფრო
შემსუბუქდეს და გაიოლდეს. დავამატებთ ამას რამეს. თუ გაქვთ მონაცემები დღის განმავლობაში რამდენი შემთხვევა, როცა პაციენტი დაგვიანებით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს, ამ ვითარებაში ხომ არ ფიქრობთ, რომ საჭიროა საველე ჰოსპიტალებზე მე უკვე მოგახსენეთ. შეზღუდვები რა იქნება წერტილებში? ისევ ისმის რომ მოსალოდნელია წერტილოვანი შეზღუდვები. დამატებით რა შეზღუდვებზე ვარაუდობთ. დამატებით განიხილება მე არ მინდა ახლა რეატერში ვთქვა, ეს ამიტომ რაც მტკიცდება მე არ არის სასურველი რომ ამაზე აჟიოტაჟი იყოს, ამიტომ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ დღეს მართვის პანდემიის მართვის პროცესი მიდგომა არის ესეთი. წერტილოვანი გაფართოებული ეპიდსიტუაციიდან მიხედვით შეზღუდვები, დროული იდენტიფიცირება, ანუ ადრეული დიაგნოსტიკა, ანუ გაფართოებული ტესტირება, რაზეც მივდივართ კიდევ უფრო ვაფართოებთ. დღეს დაახლოებით 10,000-მდე PCR ტესტი და დაახლოებით ანტიგენზე დამყარებული 3,000 ტესტი ყოველდღიურად, ანტიგენზე დამყარებული ტესტების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება და შემდეგ რა თქმა უნდა ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა, ანუ შესაბამისი მოვლა ადამიანების ბინაზე, COVID სასტუმროებსა და ჰოსპიტალებში. აი აქ გადის დღეს ფრონტის წინახაზი და ამიტომ აქ ერთიანად უნდა ვიმოქმედოთ. სრული ლოკდაუნი, რომელიც ქვეყანას ეკონომიურ ძლიერ დეპრესიაში შეიყვანს, ჯერჯერობით ამ ეტაპზე რა თქმა უნდა არ განიხილება, თუმცა განიხილება არსებული შეზღუდვების ზემოთ კიდევ გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვები. მაესტრო, გვაქვს თუ არა ქვეყანაში საგანგაშო სიტუაცია. ინფიცირებულთა რაოდენობა 70,000 გადასცა. ზარდია გარდაცვლილთა რაოდენობა. რა ბერკეტი გვაქვს იმისთვის, რომ ეპიდსიტუაცია დასტაბილურდეს? როგორია მოლოდინები? როგორია მდგომარეობა იქნება ნოემბრის ბოლოს და რა კეთდება იმისთვის, რომ სიტუაცია უკონტროლო არ გახდეს? ყველაფერი კეთდება იმისთვის, რა თქმა უნდა, საქართველოს შესაძლებლობის ფარგლებში, რომ სიტუაცია უკონტროლო არ გახდეს და დარწმუნებულია, რომ არ გახდება უკონტროლო სიტუაცია. დიახ, ვადასტურებ, რომ გვაქვს ეპიდსიტუაციის სერიოზული გაუარესება, შემთხვევათა ზრდა, ეს არ არის მარტივი საქართველოსთვის ყოველდღიურად 3,000 ახალი შემთხვევა, პირდაპირ გეტყვით, მაგრამ ამ ეტაპზე ჯანდაცვის სისტემა უძლებს ამ ზეწოლას. მაგრამ რომ შევამსუბუქოთ ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა, ამიტომაც არის ეს წერტილოვანი შეზღუდვები ერთის მხრივ და ამიტომაც ყველა ჩვენ უნდა დავემორჩილოთ იმ რეგულაციებს და იმ ძირითად 5 რეკომენდაციას, რასაც ხშირად გიჩვენებთ ხოლმე, ხო? პირბადე, დისტანცია, სანიტარული წესების დაცვა და ხშირად ხელების დაბანა, მათ შორის პირველი, დიდი თავშეყრები არა და ყველაფერი გარე სივრცეში, ვიდრე დახურულ სივრცეში. აი ეს 5 თუ ყველა დავიცავთ პატიოსნად და განსაკუთრებით პირველს, პირბადის 95% მტარებაზე ავალთ, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ პანდემია და ეპიდემია ჩვენთან უკან დაიხევს და არ გვეყოლება, ვთქვათ, მძიმე შემთხვევები, ადრეულ ეტაპზე გამოვავლენთ და არ იქნება გარდაცვალების ზარდი მაჩვენებელი. რაც შეეხება არის თუ არა საგანგაშო, არ მოხარს ამ სიტყვის ხმარება, იმიტომ რომ პანიკას მოსახლეობაში არ უნდა დავთესოთ, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა და რთულია და ამიტომ არის სწორედ ერთობლივი ძალისხმევა ყველაფრისთვის. ალბათ ძალიან სუბიექტურია საერთოდ შეაფასო სიტუაცია და დაარქვა მას საგანგაშო, არა საგანგაშო, კონტროლირებადი, უკონტროლოა. ესეთი სწორი დეფინიციები რას რა ქვია, არ არსებობს ამ სიტუაციისთვის და ყველა ადამიანი საკუთარი გადასახედიდან ან საკუთარი საჭიროებიდან აფასებს ამ სიტუაციას და ასეთი მსგავსი კითხვები და კითხვებში ეს ფრაზები არაერთხელ ჟღერს და მხოლოდ ამიტომ მიუბრუნდები. მაშინ როდესაც ზოგიერთი ლაპარაკობს, რომ მწვავე სიმპტომები აქვს დაავადების, დიახ, კორონა, COVID-19 არის მწვავე დაავადება და მწვავე სიმპტომები ექნება ადამიანს, ვისაც COVID-ი ექნება. ქრონიკული არ არის ეს დაავადება, რომ ქრონიკული სიმპტომატიკა გამოიწვევს, რასაც ექიმები ამას ეძახიან. სხვა თემა მძიმე დაავადება, ხო?
ისევე რას ვეძახით ჩვენ საგანგაშო სიტუაციას იმას რომ თქვათ შემოსულია კითხვები რომ თელი დღე არ ეკავს 112-ში და 112 არ პასუხობს მაშინ როდესაც საშუალო სიმძიმით მიმდინარე შემთხვევაა ახალგაზრდა ადამიანში მე ამას ნამდვილად ვერ დავარქმევდი ან საგანგაშოს ან უკონტროლო სიტუაციას მოუფრთხილდეთ ერთმანეთს უპირველეს ყოვლისა და განსაზღვროთ ის რომ ვის რა საჭიროებები აქვს მოცემული მომენტისათვის თუ ამ ყველაფრის დალაგებას თითოეული ჩვენგანი შეძლებს თავისთვის განგაში იწყება უპირველესად ჩვენ ტვინში მე მგონი მაშინ როდესაც რაღაცა განუსაზღვრელი შიში გვიყრობს რაღაცის მიმართ კარგად გვახსოვდეს რომ კოვიდი არის წვავე დაავადება რომელსაც აქვს მძიმე ავადობისა და სასიკვდილო გამოსავლის პოტენციალი მაგრამ არა ყველა ადამიანისთვის და განსაკუთრებით დაზღვეული ასე ვთქვათ ამ მძიმე ავადობისა და სასიკვდილო გამოსავლისგან უფრო ახალგაზრდა ჯანმრთელი და სახსალამათი თაობაა რომელსაც შეუძლია ეს დაავადება გადაიტანოს უკეთესად და დღეს ჩვენ ჯანდაცვის სისტემა რეალურად მორგებული უნდა იყოს იმ ადამიანების დამძიმების გადარჩენისკენ ან სასიკვდილო გამოსავლიდან გადარჩენისკენ რომელსაც ამისი რისკი აქვს მეტი და თითოეულმა ალბათ ამ მიმართულებით უნდა იფიქროს და იაზროვნოს რომ ზედმეტად დაკავებული ჰოსპიტალური საწოლი მაშინ როდესაც თქვენი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ არის ეს შეიძლება ვიღაცის სიცოცხლის ფასად დაჯდეს და თუ მიყვებით იმ რეკომენდაციებს რაც ზოგადად არის შემუშავებული თუ დაგეწყოთ სიმპტომები დარჩით სახლში დაუკავშირდით თქვენი ოჯახის ექიმს ოჯახის ექიმის რეკომენდაციას მისდიეთ იმ საჭიროებისთვის გესაჭიროება თუ არა ტესტირება კოვიდზე თუ აღმოგაჩნდათ კოვიდი ისევ ექიმი შეაფასებს რა გჭირდება თქვენ სახლში დარჩენა კოვიდ სასტუმროში გადაყვანა თუ ჰოსპიტალიზაცია არის თქვენთვის საჭირო თუ ყველანი აი ამას თანამდებულად მივყვებით და გავიაზრებთ რომ ყველას ჩვენი როლი გვაქვს აი ამ პანდემიის ამ ბრძოლაში თუ თამაში დარწმუნებული ვარ ალბათ სიტუაცია უკონტროლო არ გახდება და არც საგანგაშო არ უნდა იყოს რუსთავი ორი წერს ჩვენ გვაინტერესებს შემდეგი მაშინ როდესაც მზარდი სტატისტიკა და დღეს გვაქვს 3473 დადასტურებული შემთხვევა დამატებით შეზღუდვები რა შეიძლება ნუ ამაზე უპასუხეთ უკვე შეზღუდვებთან დაკავშირებით შეზღუდვები ბევრი დაწესებულია და კიდე განიხილება დამატებით შეზღუდვების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს მზარდი ინფიცირების ფონზე მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამავ რომ მარტო შეზღუდვებით შორს ვერ წავალთ თუ ჩვენი თვითშეგნება და იმ შეზღუდვების რაც დღეს არსებობს და რეგულაციების სწორი აღსრულება არ გვექნა მზარდი ინფიცირების ფონზე რამდენად ყოფნის მძიმე პაციენტებს კლინიკებში ადგილი რადგან პაციენტების ნაწილი ამბობს რომ მძიმე მდგომარეობის მიუხედავად 112 კლინიკაში ვერ გადაჰყავს და მიზეზად ადგილების არ ქონას უსახელებენ რატომ იზრდება გარდაცვლითა რიცხვი ამის მიზეზი ხდება თუ არა დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია მაგალითად ბათუმში გუშინ 32 წლის ქალი გარდაიცვალა რომელიც 4 ნოემბერს ფილტვების 80% დაზიანებით და უკვე სუნთქვის უკმარისობით შეიყვანეს რესპუბლიკურში რატომ არ მოათავსეს მანამდე რამდენი შემთხვევა გვაქვს როდესაც პაციენტი ბინაზე და კოვიდ სასტუმროებში დაიღუპნენ თუ სწავლობენ ამ кейსებს სრული კითხვებია ნამდვილად დიახ მზარდი ინფიცირება ვადასტურებ გვაქვს ქვეყანაში დიახ 112-თან დაკავშირებით არის პრობლემები დაკავშირების ხშირად და ამიტომ ვთხოვთ რომ 112-ში დაარეკოს პირველ რიგში იმ ადამიანებმა ვისაც ნამდვილად სჭირდება სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და არა ვთქვათ მხოლოდ სხვადასხვა მსუბუქი შემთხვევების მართვისთვის რატომ იზრდება გარდაცვლითა რიცხვი სამწუხაროდ გითხარით რომ კოვიდი არ გახლავთ დაავადება რომელიც სიკვდილიანობას არ იწვევს ციფრები დაგისახელეთ 1,300,000 ადამიანი უკვე გარდაცვლილი კოვიდით მთელ მსოფლიოში და სამწუხაროდ როცა შემთხვევათა
ზრდა გვაქვს, სამწუხაროდ გვეზრდება გარდაცვლილთა რაოდენობა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა მიუსამძიმრო 22 წლის ქალბატონის ოჯახს, მართლაც ძალიან რთულია მესმის, რომ სოფლიო სტატისტიკით და ჩვენი სტატისტიკითაც გარდაცვალების ძირითადი პროცენტი ხანდაზმულებზე მოდის, მაგრამ მოგეხსენებათ ახლა უკვე ხანდაზმულობის განსაზღვრად სხვა არის, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა სერიოზულად არის გაზრდილი ყველგან მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც, ამიტომ ყველა სიკვდილი ტრაგედია, რაც შეეხება ამ შემთხვევას, სწორედ ახლა ღია ეთერში რთულია საუბარი პერსონალურ ინფორმაციებზე, სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ პირველივე სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდეთ ჩვენ ოჯახის ექიმს, არ გადავიდეთ თვითმკურნალობაზე და მართოთ სიტუაცია ექიმის დანიშნულებით, ექიმის რეკომენდაციებით. ადრეულ ეტაპზე დაწყებული მართვა ყოველთვის უმრავლეს შემთხვევებში, რა თქმა უნდა, იძლევა კარგ გამოსავალს. რაც შეეხება ამ სამწუხარო და ტრაგიკულ შემთხვევას, მე ამაზე მეც არ გავაგრძელებ, მხოლოდ და მხოლოდ გარდა იმისა, რომ თანაგზნობას გამოვხატავ. რამდენ შემთხვევაში ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისი, რომ COVID-ი არ არის სახუმარო დაავადება, COVID-ი ნამდვილად კლავს და ფაქტები ადასტურებს, დიახ, COVID-ი კლავს უფრო მეტად თანმხლები ქრონიკული დაავადების ან ხანდაზმული ასაკის ადამიანებს, მაგრამ ის შეიძლება ახალგაზრდა და პირობითად ასე ვთქვია, ხოლმე ასე იყვნენ ექიმები, ჯანმრთელი ადამიანისათვის სასიკვდილო აღმოჩნდეს. და ამ შემთხვევაში მისგან დაცვის ერთადერთი საშუალება ამ გამოსავლებისგან არის მხოლოდ და მხოლოდ პრევენცია და თითოეულ ჩვენგანის მიერ იმ პრევენციული ღონისძიებების გატარება, რომელიც დაგიცავთ პირადად თქვენ და დაიცავს თქვენ გარშემოყოფებსაც. რაც შეეხება დიახ, ისწავლება ეს ყველა кейსი, გუშინ სწორედ მისთან იყო შეხვედრა კლინიკური ჯგუფის და მათ შორის გახდით პაატა და მეც იქ, სადაც არის სწორედ უკვე ეს პროტოკოლი შედგენილი, რომ ყველა ეს 626 გარდაცვალების შემთხვევა ისწავლება დეტალურად კლინიკური ჯგუფის მიერ, ასევე ჩვენი სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ, შესვლიდან რამდენ დღეში ან შესვლამდე როგორ დამძიმდა ადამიანი, ასე და ასე შემდეგ, რათა ყველა კლინიკურად გაანალიზდეს ეს კარგად და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე იყოს კიდევ ახალი რეკომენდაციები. მე დღეს ვერ გეტყვით ზუსტ მონაცემებს, თუ მე რამდენი დღეს დამძიმდა ადამიანი, შევიდა ის დაგვიანებით, არ შევიდა დაგვიანებით, თუ როგორ და ასე შემდეგ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის გასაანალიზებელი სერიოზულად, რომელიც და ეს ანალიზი დაწყებული აქვს უკვე სამინისტროს და იმედია, რომ სერიოზული რეკომენდაციები იქნება. ბინაზე და COVID სასტუმროებში მაქვს ინფორმაცია, რომ COVID სასტუმროებში 3 ადამიანია დაღუპული, ბინაზე სამწუხაროდ არ მაქვს ეს ინფორმაცია. ბინაზე დაღუპულთა რაოდენობის შესახებ, თუმცა ეს ფაქტებიც გვაქვს. გარდაცვალების სტატისტიკაში ისე უბრალოდ რა წილი მოდის კლინიკებში პაციენტის დაგვიანებით. გითხარით, რომ ამის ანალიზი ამჟამად მიმდინარეობს და ალბათ ეს გამჭირვალე ინფორმაცია გამოქვეყნდება, იცით, რომ ჩვენ ახლა ორ თვეში ერთხელ ვაქვეყნებთ ხოლმე ბიულეტენს და ერთ-ერთ ბიულეტენში სპეციალურად მიეძღვნება თავი სიკვდილიანობას. რა შემთხვევაში შეიძლება დაბრუნდეს საყოველთაო კარანტინი ქვეყნის მასშტაბით. ერთი საყოველთაო კარანტინი ჩვენ არც გაზაფხულზე არ გქონია. იმ ტიპის კარანტინი, რომელიც გამოიყენა თქვათ ჩინეთმა, რომელიც გამოიყენა კიდე რამოდენიმე ქვეყანამ. ამ ტიპის ჩვენ არ გქონია. ქონდა ძლიერი საგანგებო მდგომარეობა, ქონდა სერიოზული კარანტინი, მაგრამ საყოველთაო რომ ადამიანებს სახლიდან გამოსვლა ეკრძალებოდა და ასე და ასე შემდეგ არ გქონია. და ესეთი საყოველთაო კარანტინი არც ახლა არ იგეგმება, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის მხოლოდ და იქნება და გაფართოვდება წერტილოვანი შეზღუდვები. დაამატებთ რამეს? რადიო თავისუფლება, რატომ ბაღები, ამაზე უკვე უპასუხეთ, დღეის მონაცემებით რამდენი მედიკოსია ინფიცირებული, გითხარით 4666, ნუ აგვისტომდე ჩვენ ყავდა, აგვისტოს ბოლომდე ყავდა დაახლოებით 200-მდე მედიკოსი და დაემატა 4466 ამ სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრის დღევანდელ რიცხვამდე.
ეს საერთო ინფიცირებულების 6.4%-ია. მაგრამ ესენი ყველა ექიმები არ გახლავენ, ეს გახლავენ ზოგადად სამედიცინო პერსონალი, ანუ ექიმები, საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალი. რატომ იზრდება COVID ინფიცირებულთა გარდაცვალების რიცხვი? მიზეზთა რა ერთობლიობამ განაპირობა ეს, მათ შორის შეიცვალა თუ არა მკურნალობის თავდაპირველად განსაზღვრული პროტოკოლი, თუ კი შეგიძლიათ თუ არა დაასახელოთ პრეპარატები, რომელთაც პაციენტები მკურნალობენ. ამის შესახებ თუ რატომ იზრდება გარდაცვალებულთა რიცხვი, მოგახსენეთ თუ დაამატებენ ჩემი კოლეგები კი ბატონო, პროტოკოლი, რა თქმა უნდა, მუდმივად მიმდინარეობს პროტოკოლების განახლება, ეს კითხვა ჯობია, ეხლა მე დაახლოებით რა თქმა უნდა საქმის კურსში ვარ, მაგრამ რამე შეცდომა რომ არ დაუშვა, ჯობია ბატონ თენგის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელს დაუსვათ ეს კითხვა. რატომ იზრდება გარდაცვალებულთა რაოდენობა, ამაზე კიდე დამატებით ითქვით, რაც თქვი? რაც ამის შესახებ არაერთხელ ითქვა და ეს ლოგიკური გზაა დაავადების. სამწუხაროდ COVID კლავს. საშუალო სიმძიმის COVID ინფიცირებული პაციენტი კლინიკაში რამდენ დღეს რჩება? შემცირდა თუ არა კლინიკების გადატვირთულობის გამო პაციენტთა კლინიკაში დაყოვნების დღეები? გეტყვით რომ შემცირდა. მაგრამ არა იმის გამო რომ დაყოვნება შეამცირონ, არამედ შეიცვალა მიდგომა ზოგადად. საშუალო სიმძიმის რამდენი დღე რჩება? ზუსტად ახლა ამ კითხვისთვის არ ვუზრუნველყოფ, მაგრამ ჩვენს ბოლო მეოთხე ბიულეტენში შეგიძლიათ რომელიც დევს იმაზე, შეგიძლიათ ნახოთ თუ რამდენ ხანს ყოვნდება საშუალო დაყოვნების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები, როგორი გვაქვს, არ მინდა რომ ვინ იღებს პასუხისმგებლობას პაციენტის გამოჯანმრთელებაზე თუ ის საავადმყოფოში არ გადის მკურნალობას? ამას წყვეტს ოჯახის ექიმი ტელეფონით. ეს რამდენად საკმარისია რიგ ჯგუფში მყოფი COVID პაციენტებისთვის? გადამოწმების შანსი არ არსებობს რეგიონებში, რადგან იქ არც ფასიანი ტესტირების ჩატარება შესაძლოა, არც ლაბორატორიის გამოძახება. ამაზე პასუხისმგებლობას იღებს ოჯახის ექიმი, ვინც მართავს დისტანციურად ამ ადამიანებს. ჯერ ერთი ბინაზე არ ტოვებენ რისკის ჯგუფის პაციენტებს, ბინაზე რჩებიან უსიმპტომო და მსუბუქი და ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება იყოს ექიმის გადაწყვეტილებით ასევე საშუალო, მაგრამ ძირითადად უსიმპტომო და მსუბუქი, ამიტომ იქ გამოჯანმრთელების საკითხს, რა თქმა უნდა, ოჯახის ექიმი წყვეტს. არავითარი განმეორებითი ტესტირებები იქ ჩვენ არის გაწერის, ასე ვთქვათ, პროტოკოლი, ხო? ხათუნა თუ შეიძლება დიახერხელ კიდე გავუსვი ხაზი. მსუბუქი შემთხვევებისთვის გაწერილია ასეთი წესი, რომელსაც მისდევს მთელი მსოფლიო და ეს არ არის ქართული know-how. უსიმპტომო შემთხვევები COVID ინფექციის დადასტურებიდან 10 დღის გავლის შემდეგ ითვლებიან, რომ აღარ წარმოადგენენ არც რისკს საზოგადოებისთვის, არც თავისი ჯანმრთელობის შესაძლო ცვლილებისთვის და 10 დღის თავზე უსიმპტომო შემთხვევები ითვლება გამოჯანმრთელებლად. მიდის თუ არა შემთხვევა უსიმპტომოდ, ამის კონტროლს მხოლოდ და მხოლოდ ტელეფონით ახორციელებს ექიმი, რომელსაც შეუძლია არსებული პროტოკოლის მიხედვით დასვას კითხვები, მიიღოს ადეკვატური პასუხი და შეაფასოს ადამიანს განუვითარდა რამე სიმპტომი თუ არ განვითარებია. შესაბამისად, უსიმპტომო პაციენტებისთვის 10 დღის თავზე დგება გამოჯანსაღება და ისინი გააგრძელებენ ცხოვრებას ჩვეულ რიტმში. რაც შეეხება სიმპტომიან პაციენტებს, ამ შემთხვევაში ექიმები ატარებენ ტრიაჟს და საზღვრავენ ეს ავადმყოფი მიეკუთვნება თუ არა მაღალი რისკის ჯგუფს და სიმპტომები რამდენად მძიმედ არის გამოხატული. ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის მკურნალობის ადგილის შესახებ უპირველეს ყოვლისა ექიმი, ეს იქნება ბინაზე მკურნალობა თუ გადაიყვანს მას ჰოსპიტალურ მკურნალობაზე და ნებისმიერი სიმპტომიანი პაციენტისთვის გამოჯანსაღების კრიტერიუმი მოიცავს მინიმუმ 10 დღიან იზოლაციას, ასე ვთქვათ, საავადმყოფოში ან ბინაზე იზოლაციის, ან COVID სასტუმროში იზოლაციის სახით და კიდევ 3 დღეს, როდესაც მას სიმპტომები სრულად აქვს ალაგებული. სტანდარტი არის ასეთი, თითოეული ინდივიდუალური შემთხვევა, რა თქმა უნდა, სრულად ინდივიდუალურია და განიხილავს მხოლოდ და მხოლოდ მკურნალი ექიმი თავის პაციენტთან ურთიერთობით და პროტოკოლით გაწერილია, რომელ დღეს უნდა დაუკავშირდეს მას ექიმი
რათა გაარკვიოს დაკავშირება არის ყოველდღიური, მაგრამ რომელ დღეს უნდა დააფიქსიროს მისი მდგომარეობა, რათა არ მოხდეს კრიტიკული ცვლილება ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებაში, ისეთი, რომელიც შეიძლება მისი სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს. ეს სარეგისტრაციო სისტემა არის რეგისტრირდება ესენი, არის ამის შესახებ სათანადო პროტოკოლი, რასაც მიყვებიან ხოლმე კლინიცისტები ავადმყოფის ბინაზე მართვის შემთხვევაში და შესაბამისად აი ვადების გასვლის შემდეგ ექიმი თითოეულ პაციენტს აძლევს შეფასებას საჭიროებს თუ არა ის რაიმე სხვა ტიპის დამატებით ლაბორატორიულ კვლევას, რაც შეეხება SARS-CoV-ზე, ანუ COVID-ის გამომწვევ ვირუსზე დამატებითი ტესტირება გამოჯანსაღების დადგენის მიზნით, ეტყობა ჩვენი კითხვის ავტორს ახსოვს ის დრო, როდესაც ჯერ კიდევ პირველ ეტაპზე COVID-ის მართვისა იყო ასეთი მიდგომა, რომ აუცილებლად ლაბორატორიულად ტესტირებით უნდა მიიღოთ უარყოფითი შედეგი. ეხლა მსოფლიო სრულიად გაცდა იმ პირველ ეტაპს და აღარ ითვლება ეს მაჩვენებლად და შესაბამისად მომდევნო ეტაპებზე მხოლოდ კლინიკურად და 10 დღის შემდეგ ვადებში, ზოგისთვის 10 დღე, ზოგისთვის შეიძლება მეტი იყოს ეს, ვადებში ითვლება ადამიანის გამოჯანმრთელება, ხოლო სხვა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ესაჭიროება თუ არა რაიმე სხვა ლაბორატორიული კვლევა ადამიანს, ამას საზღვრავს რა თქმა უნდა მხოლოდ კლინიცისტი, მხოლოდ ინდივიდუალურად იმ მონაცემებით, რაც თითოეული პაციენტისთვის იქნება ინდივიდუალური და შინ გამოძახება ამ შემთხვევაში ლაბორატორიების საჭირო არ არის, თუ ავადმყოფის საჭიროების დამატებით ლაბორატორიულ კვლევებს მას ასეთი სერვისები მიეწოდება მისი გადაყვანით სათანადო დაწესებულებაში. სწრაფ ტესტებს, რაც მე-6-ესაც უპასუხებ, უკვე თქვით ამაზე ბევრჯერ. კონკრეტულ პაციენტს MB სწრაფმა ტესტმა ორჯერ უჩვენა უარყოფითი პასუხი, მხოლოდ მოგვიანებით PCR-მა აჩვენა დადებითი. გამოდის, რომ სწრაფ ტესტებს არ უნდა ვენდოთ? ენდეთ ბატონებო სწრაფ ტესტებს, სწრაფი ტესტები კარგად მუშაობს სიმპტომების მქონე პაციენტებში, ეს საყოველთაოდ აღიარებულია, თუმცა არც ერთი ტესტი არ არის აბსოლუტური და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მძიმედ გამოხატული სიმპტომებია, შეიძლება PCR ტესტი ან სწრაფი ტესტი გამოვდგეს უარყოფითი და ამ შემთხვევაში ექიმი იღებს მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტილებას, რა ტიპის კვლევებია საჭიროება დამატებით იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს საბოლოო დიაგნოზი, ეს არის COVID ინფექცია, ეს არის სხვა რესპირაციული ვირუსული ინფექცია თუ რაიმე სხვა დაავადება, რომელმაც გამოიწვია ამ მდგომარეობის ჩამოყალიბება. აქ კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ მძიმედ მიმდინარე რესპირაციას იწვევს არა მარტო COVID-ი, არამედ შეიძლება გამოიწვიოს გრიპის ვირუსმა, შეიძლება გამოიწვიოს სხვა რესპირაციულმა ვირუსებმა ან ბაქტერიებმა და შეფასების სწორად ჩატარება ექიმების პრეროგატივაა, ვენდოთ მათ, დაუჯერეთ მათ და თუ საჭირო გახდა და სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგია მიღებული, შესაძლებელია იშვიათ შემთხვევაში ექიმებს ჰქონდეთ მაინც მედგარი ეჭვი, რომ ეს არის SARS-CoV-2-ით გამოწვეული და მიმართონ სხვა დიაგნოსტიკურ საშუალებებს, ან თუნდაც PCR დიაგნოსტიკას, ან სულაც განისაზღვროს, რომ ამის გამომწვევი იყო არა SARS-CoV-2, არამედ რომელიმე სხვა რესპირაციული ვირუსი. რა ინფორმაციას ფლობთ რეინფიცირების დადასტურებულ შემთხვევებზე? ამაზე უპასუხეთ. გიორგი ფხაკაძემ თქვა, რომ უკვე არსებობს ეს ინფორმაცია. ბატონ გიორგის მე ძალიან კარგად ვიცნობ, პატივს ვცემ. ჩვენი თანამემამულია, რომელიც მუშაობს გაერო სტრუქტურებში, მე არ მომისმენია ბატონ გიორგის თუ ეს ინფორმაცია აქვს, ძალიან მადლობელი ვიქნები თუ გაგვიზიარებს კონკრეტულ შემთხვევას. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ინფორმაცია საქართველოში რეინფექციის შესახებ ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა უნდა ვთქვათ ბატონო ამირან, რომ ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე არის დარწმუნებული დღესაც კი, რომ ეხლა ვითომეტეს როდესაც ალბათობა იმისი, რომ COVID-ით დაავადეს, გაიზარდა და მეტი ადამიანი ავადდება, ძალიან მოყვართ, რომ მე კაცო ეს გადატანილი მქონდა და მეორეჯერ რატო დამემართა.
ასე ასე არ არის. ხშირია შემთხვევები, როცა თუ კი ოჯახის ერთ წევრს ევდასტურდება COVID-ის, სხვა სიმპტომებიანი წევრები აღარ იკეთებენ ტესტს. ამ მოცემულობის გათვალისწინებით თუ ვიცით განსხვავება ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებსა და რეალურ მდგომარეობას შორის როგორია. ნუ იქ დიდი ალბათობაა, ხო? თუ ოჯახის ერთ წევრს დადასტურებული აქვს COVID-ი და სხვა წევრებს აქვს სიმპტომები და ეს სიმპტომები უკვე ყველამ ვიცით, მე მგონი საკმაოდ ზეპირად რა სიმპტომებია, ყოველ შემთხვევაში რამოდენიმე მაინც, თქვათ, ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ყნოსვის თუ სუნის დაკარგვა და ასე შემდეგ. ნუ კლასიკურ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ დიდი ალბათობით ისინიც უკვე შეიძლება ჩაითვალონ, რომ ჯერჯერობით ჩვენ ქვეყანაში მიდგომა ისევ რჩება ეს, რომ ვისაც განესაზღვრება შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრების შესაბამისად შესაძლოა სავარაუდო შემთხვევის დიაგნოზი, ისინი მიმართულები არიან ლაბორატორიაში COVID-ის დადასტურებისთვის. ანუ უტარდებათ ან სწრაფი ტესტი, ან PCR ტესტირება COVID-ის დადასტურებისთვის. თუმცა ბევრი ქვეყანა მიემართავს იმ სტანდარტს, რომ თუ ოჯახის შიგნით არის ერთი დადასტურებული შემთხვევა და მასთან ახლო კონტაქტირებულებს ხათშეს არ აქვს მნიშვნელობა ეს ოჯახის წევრია თუ სამსახურებრივი ან სხვა სახის კონტაქტებია სკოლის, ბაღის და ასე შემდეგ დამატებითი ტესტირება აღარ უტარდება და ითვლება ისინი როგორც შემთხვევა და იმართება ჩვეულებრივ როგორც შემთხვევა. ჯერ ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ თუნდაც ოჯახის წევრები, რომელსაც ეწყებათ სიმპტომები, ჩაუტარდეთ მათ შესაბამისი დიაგნოსტიკა. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ ოჯახში ყავთ COVID დადასტურებული, ან თქვენ ხართ რომელიმე COVID დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტი, უპირველესი მიდგომა არის ის, რომ თქვენ უნდა იყოთ იზოლირებულები. შემთხვევა ცალკე და მასთან კონტაქტირებული ადამიანები ცალკე. ასე შევძლებთ ჩვენ შევაჩეროთ ინფექციის მომდევნო ტალღა, მომდევნო გავრცელება. სამი სავალდებულო ანალიზის საკითხი საბოლოოდ გადაწყდა, გვეკითხებიან, ვის ეკუთვნის და ვის არა, აქვს თუ არა აზრი მოთხოვნას. თენგის ერთვაცის თქმით, ბინაზე სამკურნალოდ დატოვებულ პაციენტთა ნაწილს და სასტუმროში მოთავსებულ ყველა პაციენტს შეუტარდება სამი სავალდებულო გამოკვლევა: სისხლის საერთო ანალიზი, დედიმერი და სატურაციის განსაზღვრელი გამოკვლევა. ნუ ეს სამივე ანალიზი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. გუშინაც იყო ამაზე კიდევ მსჯელობა მინისტრთან შეხვედრაზე, მე ვიცი რომ მუშავდება შესაბამისი აქტი, ეს არა ყველას, არამედ ლაპარაკია მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით. როგორ იქნება, რანაირად იქნება, ვფიქრობ რომ ამ საკითხს სამინისტრო დააჟღერებს. TV პულსი გვეკითხება სავალდებულო ტესტირებასთან დაკავშირებული რეგულაციების თაობაზე არსებობს თუ არა სახელმწიფოში იმის რესურსი, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულების ყველა თანამშრომელი დაექვემდებაროს PCR ტესტირებას და გადასულია თუ არა უკვე ყველა დაწესებულება თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების რეჟიმში. არა. რა თქმა უნდა ეს ამის რესურსი ქვეყანაში არ არის, რომ მთელი ქვეყანა დღეს 3.7 მილიონი ადამიანი გაიტესტოს PCR ტესტით, თუმცა ჩვენ უკვე ჩატარებულია ქვეყანაში 1.100.000-მდე PCR ტესტი ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ აქედან უნიკალური ადამიანი, ანუ იმიტომ რომ განმეორებითაც ბევრს უტარდება მოგეხსენებათ, როგორც მე ვიცი, არის დაახლოებით 450.000. ის რომ ყველას ჩაუტარდეს, არა, არსებობს შესაბამისი დადგენილება, თუ ვინ ექვემდებარება გარკვეული პერიოდულობით PCR ან ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტებით ტესტირებას და ეს თანდათან, როგორც გითხარით, ფართოვდება. დღევანდელი ჩვენი რესურსი ყოველდღიურად არის დაახლოებით 10.000-მდე PCR ტესტი, თუმცა რესურსი ემატება კიდევ ლაბორატორიები და კიდევ აპარატურული სიმძლავრეები ქვეყანას. ვფიქრობთ, რომ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის შუა რიცხვებამდე შეიძლება ეს რესურსი 15-17.000-მდე ავიდეს PCR-ზე მაქვს ხედელობაში, ხოლო სწრაფი ტესტების რესურსი, ანუ ანტიგენზე დამყარებული ტესტების რესურსი, რა თქმა უნდა, უფრო მეტი იქნება. ამიტომ მათ ეხლა აქცენტი მიდის, როგორც თქვათ, PCR ტესტირებაზე, რომელიც ასე 10.000 დაახლოებით მაჩვენებელზე დგას საშუალოდ, 9.500-10.000 თვის განმავლობაში საშუალო, თუმცა რესურსი ლაბორატორიების იზრდება, როგორც გითხარით და შესაბამისად გაფართოვდება ის 2.600 3.000-მდე ყოველდღიური ანტიგენის ტესტი, რომელიც დღეს გვაქვს, ალბათ კიდევ გაორმაგდება, გასამაგდება უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში.
Accent News-ი დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რიგ კერძო ლაბორატორიებიდან მოქალაქეები PCR ტესტზე არასწორი ინფორმაციას იღებენ. Ამ კვლევაში ფიქსირდება ხარვეზი ან ინფორმაციის მიწოდებისას, როგორ რეგულირდება და რა რეგულირდება თუ არა საერთოდ ამ მიმართულებით კერძო ლაბორატორიების ფუნქციონირება. მოწმდება პროფესიონალიზმის ხარისხი და რეკომენდაცია გაქვთ მოქალაქეებისთვის, რომელიც სისტემას გადატვირთულობის გამო საკუთარი სახსრებით ცდილობენ ტესტირების სხვადასხვა კერძო ლაბორატორიაში ჩატარებას. ჩვენთან იმ 20 დღეს თვალსწრები 27 ლაბორატორიიდან უმრავლესობა არის კერძო ლაბორატორიები. სახელმწიფო არ ანსხვავებს კერძოს და სახელმწიფოს. თავარია იქ იყოს ხარისხი და ეს ხარისხი გარკვეული პერიოდულობით მოწმდება. დიახ, არ დავასახელებ, რამოდენიმე კერძო ლაბორატორიაში იყო პრობლემები და რომელთაც გარკვეული პერიოდით შეუჩერდათ მუშაობის რეჟიმი და გადამოწმდა. გარე ხარისხის კონტროლს აწარმოებს ლუგარის ლაბორატორია და ეგრეთ წოდებული ხარვეზი ყველგან შეიძლება იყოს კერძოშიც, სახელმწიფოშიც. როდესაც დიდ ციფრებზეა საუბარი, სამწუხაროდ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია იყოს ალბათობა გარკვეული ხარვეზის. ამიტომ ამის მუდმივი მონიტორინგი ხორციელდება. დამერწმუნეთ, არ არის ესეთი მარტივი, როდესაც ჩვენ ამ რამოდენიმე თვის განმავლობაში, როცა იყო ქვეყანაში ერთი თუ ორი PCR ლაბორატორია და დღეს ის ავიდა უკვე თითქმის 30-მდე, 27-დან 30-მდე მერყეობს სხვადასხვა დროს. ეს არ იყო მარტივი, მოახერხა ქვეყანამ, როდესაც 200 დღიური ანალიზიდან ავიდა 10,000 ანალიზზე, მაგრამ ესიც არ არის საკმარისი. ამიტომ ლაბორატორიული სიმძლავრეები კიდევ მეტად მუშავდება, რა თქმა უნდა და ვითარდება და რა თქმა უნდა ნდობა უნდა იყოს იქ ჩატარებული ტესტების. კიდევ ერთხელ ვამბობ, რამოდენიმეს გარკვეული პერიოდით შეუჩერდა, შემოწმდა იქ ხარისხი, გამოსწორების ვადა მიეცათ და შესაბამისად შემდგომ ამუშავდნენ. ხართ ინფორმირებული, რომ რიგ შემთხვევებში გრიპის ვაქცინას, ასე ვთქვათ, ანტირეკლამას თავად ოჯახის ექიმები უწევენ. ურჩევენ თავიანთ პაციენტებს, რომ ვაქცინა არ გაიკეთონ. შეგიძლიათ გითხრათ, რა არის ამის საფუძველი, ამ კუთხით მუშაობთ. ძალიან გულემწყდება, რომ ჩემი კოლეგები ამას აკეთებენ. ძალიან გულემწყდება. ჩვენ დღეს წელს 225,000 გრიპის ვაქცინა სახელმწიფომ იყიდა. დაახლოებით 70,000-მდე იყიდა კერძო სექტორმა. წელს ყველაზე მეტი გვაქვს გრიპის ვაქცინა ქვეყანაში. დღევანდელი დღით დილის მონაცემები რაც ჰქონდა, აცრილი იყო 86,000 ადამიანი ქვეყანაში. ბატონო, სახელმწიფო პროგრამით. ამას ემატება კიდე კერძოს მიერ აცრილი დაახლოებით ალბათ 30,000 ადამიანი. 35, დიახ. ანუ ვცდილობთ, მოუწოდებთ ყველა რის ჯგუფს, ვინც არიან და ხშირად ვთვლი, ხო? აი ხვალ არის დიაბეტის მსოფლიო დღე. მოუწოდეთ ჩვენს ენდოკრინოლოგებს, ჩვენს დიაბეტოლოგებს, მოუწოდეთ თქვენს პაციენტებს. დიაბეტი შესულია რის ჯგუფში, ყველა ასაკის. გთხოვთ ხვალზე პოლიკლინიკებში არის საკმარისი რაოდენობა. დღეს კიდევ გადავამოწმე 86,000 აცრილია, ნიშნავს 225-ს გამოვაკელით 86, ანუ 100-ზე მეტი 1000 ვაქცინა ქსელში არის. და რის ჯგუფები? ხვალ დიაბეტის დღეა და დიაბეტიანები ავიცრათ სულ ყველა. ორსული ქალბატონები მოუწოდებ, მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, 1500-2000-ზე მეტი ჯერჯერობით არ აცრილა. 65 წელს ზემოთ ადამიანები, ვისაც აქვს გულის ან ფილტვების ქრონიკული დაავადებები, მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში და აიცრა. ხას უსვავ, ეს არის სახელმწიფოს მიერ, ანუ უფასოდ ვაქცინაც და აცრას. თუ ვინმე ფული გამოგართვათ ან მოგთხოვათ, ვთხოვთ ეს გამოგზავნოთ ეს ინფორმაცია ამის შესახებ. იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი რამ. რა თქმა უნდა, ის კერძო სექტორი, ვისაც ცრის ნებაყოფლობით, იქ სხვა არის, რომ გარკვეული ტარიფი კერძო სექტორს დაწესებული აქვს. გრიპის ვაქცინაცია წელს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დეკემბერში არ გქონდეს ზედდება გრიპისა და კოვიდის ერთად და ამისგან გრიპის ვაქცინაცია დაიცავს. ხათუნა დამეხმარე გრიპზე შენ ჩემზე ბევრად მეტი იცი. მართლაც უპრეცედენტო ზამთარი გველის იმ თვალსაზრისით, რომ რა იქნება როგორ წაიყვანს თავს გრიპის ვირუსები, რომელიც მოსაუბნელია ხოლმე ამ დროს, არავინ იცის. ველოდებით იმას, რომ აუცილებლად ალბათ მომავალ კვირებში გრიპის ვირუსის ცირკულაცია გაჩნდება ქვეყანაში
და გრიპიც იცით რომ ასევე საკმაოდ არასასიამოვნო წავავირუსული რესპირაციული დაავადება, რომელსაც ისევე როგორც COVID შეიძლება ცოტათი უფრო ნაკლებად, მაგრამ აქვს პოტენციალი გამოიწვიოს მძიმედ მიმდინარე დაავადება და სამწუხაროდ აქვს პოტენციალი მოკლას კიდეც ადამიანი. მოდით ნუ გავზრდით რისკებს. ნუ მოხდება ისე რომ ეს რისკები ჩვენი ქვეყნისთვის გაორმაგდეს და მაშინ როდესაც ქვეყანამ უპრეცედენტო რაოდენობა გრიპის ვაქცინა შეისყიდა და შემოიტანა, ასეთი რაოდენობა გრიპის ვაქცინა ჩვენ არ გქონია არასდროს, პანდემიის დროსაც კი 2009 წლის გრიპის პანდემიას გულისხმობ, როდესაც მომდევნო წელს ჯანმოსგან მხოლოდ 80,000 დოზა მივიღეთ პანდემიური გრიპის ვაქცინა საჩუქრის სახით. და რამდენი აიცრა? 20,000 მაშინ სამწუხაროდ მხოლოდ წელს გვაქვს უნიკალური რაოდენობა. იმედია რომ ეს კულტურა კიდევ და კიდევ უფრო გაიზარდება მომავალ სეზონებზე საქართველოში, იმიტომ რომ გრიპის ვაქცინაცია გადაარჩენს სიცოცხლეს იმ ადამიანებისა, რომელიც არის გრიპით გართულების მაღალი რისკის ქვეშ და თუ ისინი აიცრებიან გრიპის წინააღმდეგ, გარკვეულ დიდ ტვირთს ჩამოხსნიან ჯანდაცვის სისტემას, მაშინ როცა ჯანდაცვის სისტემას უწევს გაუმკლავდეს ახალ გამოწვევას COVID-19 პანდემიის სახით და ეს მართლაც დიდი გამოწვევა არის ჯანდაცვის სისტემისთვის, მთელი ქვეყნისთვის და თითოეული ადამიანისთვის. მიბრძანდით, ჩაიტარეთ გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანებთან. კიდე მეკითხებიან დააზუსტეთ COVAX-ზე რამდენი გადაირიცხაო COVAX პლატ, ანუ COVID-ის ვაქცინაზე, არა გრიპის. COVID-ის ვაქცინა, როგორც გითხარით, განსაზღვრულია 20% მოსახლეობისთვის, 700,000 ადამიანისთვის, გადაირიცხა წინასწარი $4 მილიონი, ეკვივალენტი $4 მილიონი და თლიანად ეს 700,000 ადამიანზე ეს ჯდება დაახლოებით 16-დან 17 მილიონამდე. შეიძლება ვცდებით 16 ნახევარი იყო თუ არ ვცდები, მაგრამ ეს ფასი ვარირებს იმის დამიხედვით თუ როცა დამტკიცდება ვაქცინა როგორი იქნება, მაგრამ წინასწარი შენატანი საქართველოს COVAX პლატფორმაზე უკვე გააკეთა. Sputnik საქართველოს გვეკითხება ინფიცირებული პაციენტები ხშირად სოციალურ ქსელში წერენ, რომ მათი ახლობლები მძიმედ არიან და ვერ გადაყავთ კლინიკებში, ინფექციონისტები წერენ, რომ უკვე სრული კატასტროფა ხდება და ვერ აუდიან პაციენტებს, ისინი ითხოვენ სრულ ლოკდაუნს. რამდენ ათასამდე უნდა ავიდეს დღეში საქართველოში ინფიცირებულების რაოდენობა, რომ შემოიღოთ სრული ლოკდაუნი. რა გეგმა გაქვთ ეპიდემიოლოგებს, თუ არ იგეგმება ლოკდაუნი, როგორ უნდა მოხდეს ჯაჭვის გაწყვეტა, როგორ იმ მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში ადამიანური რესურსების კუთხით კლინიკებში იგეგმება თუ არა საველე ჰოსპიტალი. ნუ ბევრ კითხვებს უპასუხეთ, ლოკდაუნზეც გითხარით, რომ სრული ლოკდაუნი, ანუ კაცრი ლოკდაუნი არ იგეგმება, იგეგმება გაფართოებული წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში. ჯაჭვის გაწყვეტა როგორ უნდა მოხდეს? აი ამაზე გთხოვთ კიდევ ერთხელ მომისმინო, როგორ უნდა გაწყვეტეს ჯაჭვი? რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება და ამისთვის შემოგვაქვს კიდევ გაფართოება ტესტირების უფრო მეტად, რომ ყველას ვინც სიმპტომები ექნება, უნდა მივიდნენ და გაიტესტონ და ისინი დაუყოვნებლივ დადებითი თუ არიან, უნდა გადავიდნენ იზოლაციაში. ასევე მათი კონტაქტები. ასევე მათთან სამსახურეობრივი თუ საოჯახო კონტაქტები. თუ არა აქვთ იზოლირების საშუალება, სახელმწიფო ამისთვის მათ აძლევს საშუალებას ეგრეთ წოდებულ საკარანტინე სივრცეებში გადასვლას. ინფიცირებულებს COVID სასტუმროებში, არაინფიცირებულებს არა COVID სასტუმროებში. აი ეს არის დღეს, ანუ საუკეთესო მეთოდი ჯაჭვის გაწყვეტის არის იზოლირება. პატა, დამეხმარე. ყველაფერი ნათქვამი მოკლედ და გასაგებად. არის თუ არა გვაქვს თუ არა ქვეყანაში ადამიანური რესურსების კუთხით კლინიკაში დეფიციტი და საველე ჰოსპიტალებზე გიპასუხეთ. საშიშროება ადამიანური რესურსის დეფიციტის ნამდვილად არის. დღეს ჯერჯერობით უძლებთ ჩვენ ექიმები, მაგრამ საშიშროება არის, ამიტომაც გამოცხადდა მობილიზირება ექიმების, გამოცხადდა მობილიზირება სტუდენტების, სხვა სპეციალობის ექიმების და ასევე რამოდენიმეჯერ მივმართე მე პირადად ჩემს კოლეგებს, ქართველ ექიმებს საზღვარგარეთ. ძალიან მადლობელი ვართ იმ ძალიან ბევრი
რეკომენდაციებისთვის, რასაც სხვადასხვა სატელევიზიო თუ სოციალური ქსელით ჩვენი კოლეგები, რომელთაც მიიღეს სერიოზული გამოცდილება უცხოეთში მუშაობის და მათ შორის COVID-ზე იძლევიან ღირებულ ინფორმაციას. მაგრამ ამავე დროს მადლობა მინდა არ დავასახელებ ერთ-ერთ კოლეგას, რომელმაც მომწერა ამ განცხადების შემდეგ, რომ უნდა საქართველოში ჩამოსვლა და მუშაობა COVID-თან დაკავშირებით და აპირებს ჩამოვიდეს თებერვალში. ძალიან დიდი მადლობა. ასევე ძალიან მადლობელი ვიქნებით ყველასი, ვინც განაცხადებს და აქვს ამის საშუალება, რომ დღეს ქვეყანას დაეხმაროს. ბატონო? კი, არის ერთი დღეს ინფორმაცია მივიღეთ, რომ არის ერთ-ერთი ჩვენი კოლეგა ასევე შტატებიდან ჩამოსული კახეთში, რომელიც ეხმარება აქედანაც მუშაობს თავის ადგილზე დისტანციურად და ასევე ეხმარება ჩვენს მოსახლეობას კახეთის რეგიონში. ტივი აჭარაში დამძიმებული პაციენტების რიცხვი გაიზარდა და რეანიმაციული განყოფილებები უკვე სრულიად არასაკმარისია. მძიმე პაციენტები თერაპიებში ელოდებიან რიგს, რა იგეგმება და კეთდება უკვე ამ პრობლემას. მესმის, თუმცა ასე არ არის სიტუაცია აჭარაში. სიტუაცია ასე ვთქვათ სტაბილიზირებისკენ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა კვლავ ბევრია აჭარისთვის, ვთქვათ 300-400 შემთხვევა ყოველდღიურად, 500-მდე შემთხვევა ბევრია, მაგრამ აჭარაში სხვა რეგიონებთან შედარებით ერთ-ერთი უფრო განვითარებული ჰოსპიტალური ქსელია, ემატება ყოველდღიურად იქაც საწოლები და დარწმუნებული ვარ, რომ აჭარის ხელმძღვანელობა, ჯანდაცვის სამინისტრო სიტუაციას გაუმკლავდება. ნეტგაზეტი დეტალურად ტელეკომპანია ბატონო პაატა, რამდენად არის საფრთხის შემცველი აქციები, ეს ხალხმრავლობა აქციებზე, რადგან ვერ ხდება რეკომენდაციების სათანადო დაცვა და თუ ეს ზრდის ტემპი გაგრძელდა, დადგება თუ არა ჰოსპიტალური სექტორის რესურსის ამოწურვა. ამის შესახებ მე რამოდენიმეჯერ გამოვაცხადე. დღეს რთული მდგომარეობა ზოგადად ქვეყანაში უყურებთ სიტუაციასთან დაკავშირებით. ამას ემატება პოლიტიკური პროცესი, რაც მიმდინარეობს. დარწმუნებული იყავით, რომ დღეს პოლიტიკური პროცესი რო არ იყოს ქვეყანაში, ანუ არ ვიყოთ ამ არჩევნების პერიოდში, ბევრი რამის უფრო აქტიურად გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი. ამიტომაც ალბათ ბევრჯერ მოისმინეთ ჩემი მოწოდება იგივე პოლიტიკოსების მიმართ, იყო ეს წინასაარჩევნო თუ პოსტსაარჩევნო პერიოდი, რომ ერთ-ერთი მთავარი, რასაც ხშირად ვაჟღერებთ, პრევენციული ღონისძიება გახლავთ პირბადესთან ერთად, დისტანციასთან ერთად, არა დიდი თავყრილობები, რომელიც ზრდის რისკს, რა თქმა უნდა, ინფექციის გავრცელების. იცით, აგვისტოში ჩვენ სწორედ პირველი დიდი ეპიდაფეთქებები ჰქონდა დიდი თავშეყრებისგან, ოღონ არაპოლიტიკური პროცესის გამო, სხვა პროცესების გამო, რომელიც დაკავშირებული იყო იმ ჩვენს ტრადიციულ, ვთქვათ, სუფრებთან, იყო ეს საბედნიერო თუ სამწუხაროდ ასევე სხვა რიტუალური სუფრები. ამიტომ ნებისმიერი დიდი თავშეყრა, იქნება ეს პოლიტიკოსების თუ არაპოლიტიკოსების, რა თქმა უნდა, მომატებული რისკია დღეს პანდემიის და ეპიდემიის პირობებში ქვეყანაში შემთხვევების ზრდისა. ამიტომაც გთხოვთ, პოლიტიკურ პროცესს ვერავინ ვერ და არ შეაჩერებს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელმაც უნდა განსაზღვროს ქვეყნის მომავალი განვითარება მომავალი 4 წლის განმავლობაში, მაგრამ ყველა ვიყოთ ფრთხილად და მაქსიმალურად დავიცვათ ის წესები და ის რეკომენდაციები, რასაც ვსაუბრობთ. პირბადე ამ შეხვედრების დროს დისტანცია, ხელების და უკონტროლო პროცესების არ დაშვება, როდესაც ადამიანები მერე ერთმანეთთან ახლო სივრცეში მიდიან. პაატა თუ და ცოტა ხანი თავი შეკავება საერთოდ მასიური თავშეყრისა და ყრილობებისგან ნებისმიერ მიზეზით. ჩემი აზრით ეს რაც არ უნდა იყოს, ეს იქნება აქციები, ეს იქნება რიტუალები, ეს იქნება სახინო თუ საჭირისუფლო თავშეყრები. ეხლა ამის დრო ნამდვილად არ არის. თქვით ხო რა? ბევრი ჩვენი კოლეგა არის იმ პარტიებში და კარგი იქნება თუ ასე ვთქვათ რეკომენდაციებს ისინიც მიცემენ თავიანთ თანაპარტიელებს. თქვით ხოლმე რამოდენიმეჯერ, რა თქმა უნდა, გამოხატვის უფლება არის ერთ-ერთი
თავარი უფლება ადამიანის უფლებათა შორის, მაგრამ მე უფრო წინ ვაყენებ გამოხატვის უფლებაზე უფრო მაღლა წინ დგას მე მგონი ყველა დამეთანხმებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება. ამიტომ გავაანალიზოთ ეს ყველაფერი და ისე მივიღოთ ცივი გონებით გადაწყვეტილება, როდესაც დიდი რაოდენობით ადამიანები ვიკრიბებთ. ტელეკომპანია Euronews Georgia არის თუ არა საწოლ ფონდისა და მედპერსონალის დეფიციტი საქართველოში? თუ არის, რა იგეგმება იმისთვის, რომ კრიტიკული პაციენტი საავადმყოფოში ადგილისა და ექიმების გარეშე არ დარჩენ? გავიმეორებ კიდევ, რომ ამ ეტაპზე არ არის ნამდვილად დეფიციტი. საქართველოში არის 17,000 საწოლი და აქედან 5,000-მდე საწოლს ვერ გამოიყენებთ COVID-ისთვის. ეს გახლავთ საწოლები, რომელიც არის ხანგრძლივი მოვლისთვის და ასევე მშობიარებისთვის. 12,000 საწოლიდან, რა თქმა უნდა, საწოლების გარკვეული რაოდენობა საჭიროა სხვა არა-COVID დანიშნულებით, იმიტომ რომ სხვა დაავადებები არ გამქრალა, მათ შორის ურგენტული, რომელიც საჭიროებენ სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას და დაახლოებით 8,000-დან 8,500-მდე საწოლის მობილიზება ქვეყანაში შესაძლებელია. დღეს მობილიზებულია დაახლოებით, როგორც გითხარით, 5,000-მდე საწოლი ქვეყანაში და როგორც მე ვიცი, სამინისტროს აქვს გეგმა, რომ ამ თვის ბოლოსთვის ერთ თვის განმავლობაში კიდევ 3,000 საწოლის მობილიზაცია გაკეთდეს. ამიტომ საწოლის მობილიზაციაზე უფრო მნიშვნელოვანი დღეს კიდევ ადამიანური რესურსია და გაუფრთხილდეთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს. და ამიტომაც იქნა მოწოდება მობილიზაციისა სამედიცინო პერსონალის. სოციალურ ქსელში გავცელდა ინფორმაცია, რომ ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც 112 მოქალაქე და ზარს ან ძალიან გვიან, ან საერთოდ არ პასუხობდა. რა არის საერთაშორისო პრაქტიკა ამ მხრივ? როგორ შეიძლება, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას? არის თუ არა ამისკენ საქართველოში ნაბიჯები უკვე გადადგმული? ნუ ეს პრობლემა დღეს ყველა ქვეყანას აწუხებს, იმიტომ რომ ეს გადაუდებელი სამსახურის ეს ერთიანი ნომერი ყველგან არის გადატვირთული, მათ შორის საქართველოშიც. ამიტომ ჩემი მოწოდება იყო, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიცოდეთ ჩვენი ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი და დაუკავშირდეთ მას. ასევე პირდაპირ ნომრები იხსნება, როგორც მე ვიცი, სამინისტრომ 2 დიდი ონლაინ კლინიკა გახსნა, იმათზე იქნება ცალკე ნომრები კიდე, არა 112-ით, არამედ სხვა ნომრით დაუკავშირდებით და უფრო გაადვილდება ეს კავშირები. მიიღებს თუ არა საქართველოს Pfizer ვაქცინის დამტკიცების შემთხვევაში რა ნაბიჯები იქნება? ვაქცინასთან დაკავშირებით გითხარით, ჩვენ ვაქცინას მივიღებთ, ეს იქნება Pfizer-ის, იქნება Oxford-ის, იქნება სხვა ვაქცინა. ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს COVAX პლატფორმა. ანუ მივიღებთ იმ ვაქცინას, რომელიც იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. როდესაც საუბრობთ, რომ კიდევ იგეგმება წერტილოვანი, კონკრეტულად რა შეზღუდვებზეა საუბარი. ამის შესახებ მე არ ვისაუბრებ ღია ეთერში, იმიტომ რომ ეს არის მსჯელობის საგანი, ამ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა თქვენი მონამორჩილი და აქ მჯდომი ჩემი საპატივცემულო კოლეგები არ ვიღებთ, ამ გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო კონსენსუსის წესით, ამიტომ თუ მიიღება გადაწყვეტილებები ყველასთვის ცნობილი იქნება. მოქალაქეები, გამარჯობა, გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით მოგმართავთ. როგორც ვიცი, მოქალაქე არა რიგ ჯგუფებში მაღალი მიმართვიანობა. რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ჩემი 54 წლის ასთმიანი დედა აცრა. რამე განცხადება, რომ შევიტანოთ თანდართული ჯანმრთელობის ცნობით, ასე სახვეწარი არ უნდა იყოს ვაქცინა. მე აცრილი ვარ, უკვე 3 კომპონენტიანი და ახლა გავიგე, რომ ორსულად ვარ ჩემი წილი ვაქცინის დათმობა, რომ შემეძლოს დედა ჩემი. ქალბატონო, ძალიან კარგია, რომ ორსულად ბრძანდებით, მოგილოცავთ და მინდა რომ რაც შეიძლება მეტი შვილი გყავდეთ, თქვენი ტელეფონის ნომერი მოიწერეთ მესენჯერში. ქალბატონო ნინო, მოგიგვარებთ ამ საკითხს, რა თქმა უნდა, თქვენი დედა აცრილი იქნება. გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით კიდევ კითხვა ბატონო ამირან და ბარემ მოვასწროთ. COVID-19-ის ინფიცირებულები რამდენ ხანში შეიძლება გრიპის ვაქცინით აიცრათ? ამაზე პასუხი ესეთია, რომ COVID-19 არის მწვავე ინფექციური დაავადება და შესაბამისად ზოგადად ვაქცინაციის წესის მიხედვით მწვავე ინფექციით შეპყრობილები არ იცრებიან იმ პერიოდში, სანამ არ განისაზღვრება მათი გამოჯანსაღების სტატუსი. როგორც კი განისაზღვრება მათი მდგომარეობა, როგორც გამოჯანმრთელდა ექიმის მიერ, ანუ გადადენდიან რეკონვალესცენციის ფაზაში, ასეთი ადამიანების აცრა შესაძლებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. მე მგონი ყველა კითხვას უპასუხეთ, აქ ტაბულას კითხვები იყო, რომელიც მე მგონი მეორდება
ჯერჯერობით ქვეყანაში არ განიხილება სრული ლოკდაუნი, დიახ, რას გულისხმობთ სრულ ლოკდაუნში, ნუ ამაზეც ვილაპარაკეთ. ბატა, რამე შემაჯამებელი და ხათუნა. ჰა? ჯანმრთელობა უსურვოთ ხათუნა. მაგრამ მე შევაგროვებ და კი ბატონო. დღეს როდესაც ისევ და ისევ ამდენი ინფიცირებულია ქვეყანაში, როდესაც თითოეული ჩვენი კოლეგა ექიმი დგას ფრონტის ხაზზე და იბრძვის თქვენი ჯანმრთელობისთვის, გავუფრთხილდით ექიმებს, გავუფრთხილდით მათ შრომას და გავუფრთხილდით საკუთარ თავს. გამოიყენეთ ნიღაბი, დაიცავეთ დისტანცია, დაიცავეთ ჰიგიენის წესები, გახსოვდეთ, რომ თითოეული ჩვენგანი ერთნაირი რისკის ქვეშ ვართ, თუ არ დავიცავთ იმ ელემენტარულ წესებს, რაც მოწოდებულია და მხოლოდ ამ წესების დაცვა რჩება ერთადერთი იარაღად, რათა შევამციროთ დაავადების გავრცელება, დავიცვათ ერთმანეთი და გადავარჩინოთ სიცოცხლე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. ჩვენი იცით ეს ტრადიციული Facebook Live არის გარკვეული პერიოდულობით, თუ ამ ტიპის ინფორმაციას რაღაც სიმშვიდის ელემენტი საზოგადოებაში შეაქვს, ამისთვის ძალიან მადლობელი ვიქნებით. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვინც იცავენ იმ რეკომენდაციებს, რასაც ხშირად ვაჟღერებ და შეიძლება თავი მოგაბეზრეთ ამ პირბადით და დისტანციით და ხელების დაბანით, მაგრამ ამის გარეშე სხვა არაფერი არ არის სამწუხაროდ. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ დავიცათ, ზამთარი არ იქნება მარტივი, ჯერჯერობით შემთხვევების ზრდა იქნება ისევ ნოემბერში, მაგრამ ყველანაირი ღონისძიება მიიღება, რომ დავასტაბილოთ შემთხვევების ზრდა და შემდგომ წამოვიდეთ ქვემოთ. ამავე დროს შევუწყოთ ერთმანეთს ხელი, რომ სამავთყოფოში იყოს ადგილი იმათთვის, ვისაც ნამდვილად სტაციონარული მკურნალობა ჭირდება და ბინაზე მოვლა და მკურნალობა თუ COVID სასტუმროებში მკურნალობა, სადაც დაავადება მიმდინარეობს სუბუქად, უსიმპტომოდ, ან შეიძლება საშუალო სიმძიმითაც. გქონდეთ თქვენი ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი, ხშირად იქონიეთ მასთან კონტაქტი, ექიმთან მხოლოდ იგივე სატელეფონო კონტაქტსაც აქვს დამამშვიდებელი, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ შედეგი და ამავე დროს, რა თქმა უნდა, მიყევით ექიმის რეკომენდაციებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად გავუმკლავდებით ამ ძალიან მძიმე გამოწვევას, რაც ხდება საუკუნეში ერთხელ, სამწუხაროდ ჩვენი თავობა მოვესწარით ამ დიდ გამოწვევას, პანდემიას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მსოფლიოს შეუძლია ამ პანდემიის დაძლევა და ამას გავაკეთებთ ყველა ერთად. დიდი მადლობა.